როგორ ხარ? ჯერჯერობით მე მგონი დაკავებას გადარჩი. ხო, ჯერ ამ ეტაპამდე კი. ბიძინა გრძელვა და შეეფექტური რატოა? მაგიტო სვლებს თავისა სინჯავს. ანუ ემოციურად არ მოქმედებს. ანუ გათვლებში ჯობნის ოპოზიცია. აუცილებლად. მე სულ ამბობ ამას. აუცილებლად. რა ავნო ამ პროტესტმა ამ ხელისუფლებას? რამე დაუშავა, რამე პრობლემა შეექმნა, რამე ვერ გააკეთეს, რაც უნდოდა? ყველას ვეკითხები. რა არის მიზეზი, რისთვის არ დადიხარ და 90%-ში ყველა გეუბნება, რომ იმედი მჭირდება რა. ახლა გეტყვით ხოცები როგორ დაზარალდნენ. ხოცები დაბადების დღეებს ღია სივრცეში ვეღარ იხდიან. და გიგა ვოკერიო, რომელიც არც ერთხელ არ ყოფილა შეტოტმანებული, შეჯანჯღარებული, ოღონდ კიდევ ერთხელ ამბობ, მე გიგას წესიერებაში, კაცო, ეგ არ ვამბობ, რომ გიგა ხელს ესე კერვადებ, მაგრამ კითხვა არსებობს. თავოჯერში პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ 13 წელია ოპოზიცია აგებს, სწორედ იმის გამო, რომ 13 წელია ოპოზიცია აგებს, იმიტომ რომ ბიზნესი აყალბებს. მეორე ხარეს არის ნაცე. 13 წელია აგებს ოპოზიცია, იმიტომ რომ აყალბებასთან ერთად ვამბობ რა. აყალბებს და იმიტომ რომ პროპაგანდა არ უშაო? კი. ხო და პროპაგანდა რაზე იგება? ნაცებზე იგება ძირითადად. მან თემებს ლაპარაკობენ დასრულდეს, უნდა ვთქვათ რომ წარსული გვერდზე, ხო და თუ არ არის მაშინ ვიქნებით ამ მდგომარეობაში მე რა. მაშინ არ ვაგებ. პროპაგანდაში იქამდე წავაგებ, სანამ შევყვები მე რა. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. როგორც გახსოვთ, ჩვენი წინა გადაცემის სტუმარი ზურა გირჩი-ჯაფარიძე იყო. მან ამ გადაცემაში გამოთქვა ვარაუდი, რომ მას ამ კვირაში დაიჭერდნენ და მისი ეს ვარაუდი ახდა. სავარაუდოდ იგივე ბედი ელით ნიკა გვარამიას და ნიკა მელიასაც, რადგან არც ისინი აპირებენ გირაოს გადახდას. ამ ფონზე, როდესაც დაკავებული ოპოზიციონერების რიცხვი იზრდება, მოსალოდნელი იყო, რომ ოპოზიცია გაერთიანდებოდა, უფრო შეკავშირდებოდა. თუმცა ამის საპირისპიროდ მოხდა ის, რომ ოპოზიციაში კიდევ უფრო გაღრმავდა დაპირისპირება. ზოგს იმის გამო დაუპირისპირდნენ, რომ თქვა, რომ გირაოს გადაიხდიდა ციხეში არ ჩაჯდება. ზოგს პირიქით გაახსენდა, რომ ციხე არც ისეთი პრობლემური და იქ წასვლა კურორტზე წასვლა შეადარა. მაგალითად გიგა ბოკერიას გაუხსენეს ის, რომ ის არასოდეს დაუბარებიათ დაკითხვებზე ქართული ოცნების პირობებში და არც თია წულუკიანის კომისიაზე იბარებენ და ამიტომ მის მიმართ რაღაც ეჭვები გამოითქვა. ამ დაპირისპირებაში ჩართული აღმოჩნდა ჩემი კოლეგა ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება. მასთან ჩვენ ამ პროტესტზე, დაპირისპირებაზე და ოპოზიციის შესაძლო ერთობაზე ვისაუბრებთ. მოგესალმებით მე რა. როგორ ხარ? ჯერჯერობით მე მგონი დაკავებას გადარჩი. ხო, ჯერ ამ ეტაპამდე კი. და შეიძლება ითქვას, რომ ჩაი არა ამ საფრთხე. არა, არ ჩაი არა ამ საფრთხე. რატო? ვფიქრობ, რომ არა, იმიტომ რომ ბრალს წაგვიყენებენ ყველა შემთხვევაში და ამ თემას ამოწევენ ყველა შემთხვევაში ერთმანეთ ჩემთვის ძალიან ისეთმა ადამიანმა, რომლის აზრსაც მნიშვნელობა აქვს. ხომ მითხრა, რომ ანუ თქვენითო თემებიო მარტივად იფარება, იმიტომ რომ მაინც აყვითლებენ რა ამ ჩვენ თემას რა. აყვითლებენ დაყოთ იქამდე ნანუკა სახში ჭაღი როგორია, აბა კედლის ფერი, აბა რამდენი ცალი სახის ისედო, აბა ის, იმიტომ რომ ესეთ შემთხვევაში სანახაობა არის უფრო მეტი მაყურებლისთვის რა, ვიდრე რაღაცა სხვა საქმეები და სადამდედაც ეს რესურსი აქვთ, რომ სანახაობა ამბიდან შექმნან, რავი, შეიძლება მეორე ჩემოვიდნენ ჩხრეკაზე, ოღონდ ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ, იმიტომ რომ ეს სანახაობა მათ სასარგებლოდ არის. იცი რა არის, ნებისმიერ შემთხვევაში ახლა უნდა შექმნან ეს ყველაფერი. ახლა მეორე საკითხი რომ მათ რაღაცა ბოლო კვლევაც თუ რაღაცა ეს ბოლო ამბები სხვა და სტურებს რომ რაღაცა ამ ეტაპამდე 35% მყარი ამორჩეული ყავს ქართულ ოცნებას რა. ქართული ოცნება ხო ახლა არ მუშაობს იმაზე, ვინც მას მხარს არ უჭერს. მუშაობს იმას, რომ 35% მყარად შეინარჩუნოს და შესაბამისად მათ ეს მოსწონთ, იმიტომ რომ ნახე ნანუკასთან ჩხრეკაზე თემა მათ ამომრჩეველში იმაზე კი არ იყო რამდენი სწორად შემოვიდნენ ან რამ. საუბარი იყო ჭაღი როგორი მქონდა, სახლი რამდენი კვადრატული მაქვს და ვიდრე ეს თემა ამ ჟანრში მუშაობს, ძალიან კარგია იმისთვის, რომ ეს ხალხი გაართონ. ხო და რა, ანუ ნანუკა მდიდარია და ეს არის კომპრომატი. ეს ხო მთლიანობაში ხო ამას ქმნიან ახლა. არა, ეს კიდე სხვა თემაა ნანუკა რომ მდიდარია. ამაზე ამუშავებენ მე ტროლებს, მათ შორის მათი მხარდამჭერებიც მე კარგად ყვებიან, რომ ნანუკა მდიდარია, ნანუკა კარგად ცხოვრობს, თუმცა არ ვიცი ოლიგარქია ირჩია მისმა მომრჩეველმა და ნანუკა რო კარგად ცხოვრობს, პრობლემა რატო არ არის, არ ვიცი, როდესაც თვითონ მილიარდერია, მაგას მაინც ვერ ხვდები, მაგრამ ნუ ეს მის ამომრჩეველში შედარებით ღარიბ ამომრჩეველში, რომელსაც არ მოსწონს სხვის ის იმდიდრე, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ ნანუკა თუ მდიდარია, ეს მასზე არ ეხარჯება, ბიძინა რომ მდიდარია, გონა ფიქრობდა, რომ აირჩევდა და უფასო ფული ექნებოდა და ნანუკა რომ მდიდარია, რა ბიძინას ამომრჩეველს. ასე უყურებს თვითონ. და შესაბამისად, აქ კიდე მეორე ნაწილია და ამიტომ მგონია, რომ ბრალსაც წაგვიყენებენ, მე ხა უბრალოდ ამ პროცესებში ყველაზე მეტად სპონტანური რაც იყო ბიძინასთვის, ფიქრობ, რომ პოლიტიკოსების ეს გადაწყვეტილება რომ არ გადავიხდით. იქ ერთმა თქვა არ გადავიხდი, მეორემაც თქვა რომ მაშინ მარც მე გადავიხდი და ეს რაღაცა წავიდა, ხო?
და შესაბამისად ეხა ამ პოლიტიკოსების დაჭერის ფონზე ეხა კიდე ჩვენთან შემოვიდეს თავიდან ჩხრეკა ჩაატაროს ბრალი წაგვიყვანოს, ეხა ამდენი ხმაურიც არ უნდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი დრო მოვა სადღაც ივნისის ბოლოსკენ, აი ნიკასი ხო 9-11-ია, გვარამიასი მაისის ბოლოს არის, მელიასი. ეხა ესე რომ ვთვლი, აი გვარამიადან ერთი 10 დღე რო გავა, მერე ისევ ფონდების თემას წამოწევს. თუ კიდე ვინმე არ შევიდა ეხა ციხეში თავის ფეხით. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ რატო უნდა აწყობდეთ ამდენი ადამიანი ციხეში? რა გათვლა არის ამაზე? თუ თulis რომ გარედან უფრო გარეთ უფრო ეფექტური ხარ, ჯერ მოდით დავიწყოთ, რომ პოლიტიკოსების ციხეში ყოფნა არ აწყობდა ბიძინა ივანიშვილს. ეს მათ გაუვარდა უბრალოდ. ეს პოლიტიკოსებისთვის იყო სწორი სვლა, იმიტომ რომ ეს რაღაცა დიდი შავი ხრელი პოლიტიკოსებს და მოქალაქეებს შორის შედარებით ამოივსო, ხო? ეხლა ზურას ვნახეთ, ზურა კიდე სხვა სენსია, იმიტომ რომ ზურას არ ასოცირდება არც იმ რაღაცა 9 წელთან არაფერთან და გაცილებით უფრო მეტად მტკივნეულია. მე ხა ისეთმა ქოცმა ადამიანმა დამილაიქა ზურას და მისი ცოლის ფოტო, მეთქი მართლა ხომ მშვიდობა, ანუ ისეთმა რა, ძალიან ღიათ იმათმა მხარდამჭერმა, იმიტომ რომ მასაც არ მოეწონა ზურა ციხეში, იმიტომ რომ ზურა ციხეში ნახვა არ უნდა, შეიძლება ვიღაცების უნდოდა, მაგრამ ზურასი არ უნდა. მაგრამ ეს ხო ბიზნეს გეგმა არ იყო, ეს ხო ბიზნეს უბრალოდ ამოუყირავდა. და ეხლა ნახე როგორ არის, თუ შენ გარეთ და მაგრამ ბიზნეს რატო არ უნდა და მე ციხეში დაჭერა, ფიქრობდა რომ ხა ზურა შეიძლება არა, მაგრამ ფიქრობდა რომ ეს ოპოზიცია გინდ გარეთ იყოს, გინდ შიგ იყოს, შიგნით იყოს, პირიქით შიგნით ყოფნა უფრო აზარ არის ბიზნეს რა. და ეხლა ნანუკა არ უნდა რა, იმიტომ რომ ეს ნანუკა არ ჩერდება მისთვის რა, ამ პატიმრებს. მაგრამ აი შენი ციხეში დაჭერა რას აძლევს ბიზნესს? როგორ აი ნახე როგორ რაღაცას აძლევს რა, ძალიან ძნელია დღეს ამ რეალობაში იმ რესურსის მოძიება, რომ პატიმრის ოჯახის წევრებს ხელი გაუმართო, პატიმრებს შიგნით ხელი გაუმართო. განა იმიტომ რომ ამას ვერავინ ვერ გააგრძელებს. გააგრძელებს, მაგრამ ეს ხო უკვე აწყობილი პრინციპია, აწყობილი რგოლია რა. აი მაგალითად ეხა ვიღაცა ვინც ამას თავიდან გააკეთებს, უნდა გაიცნოს მშობელი, უნდა შევიდეს ურთიერთობაში და ნანუკა მე ხა იცის მაგალითად ნანის დღესდღეობით სატურაცია რამდენი ქონდა. ანუ ჩვენ ხო რაღაცა ძალიან მჭიდრო ოჯახი ვართ ჩვენი საერთო ჯგუფით და იქ იწერება ყველა პრობლემა მათი. ყოფითი არ პატიმრების ოჯახის წევრებისა და ეხა ეს ერთი თემაა. მეორე თემა ის რომ რაღაცა სტუდენტებთან ურთიერთობა, ანუ არ უნდა რა ნანუკა ციხეში ურჩევნია ალბათ. მისი გადასახედიდან მგონი, მაგრამ მე არ ვფიქრობ ესე რომ 100%-ით აქეთკენ წავა ბიძინა რომ აი ციხეში ჩამოსავს. არა, სხვა რაღაცებს შეეცდება. აი მაგალითად შეიძლება დამიყადაღოს ჩემი გადაცემის ფონდ ანგარიში. იმიტომ რომ ის არის ჩემი შემოსავლის წყარო. და ფიქრობს რომ შენ თუ ახლა ესე ბლატაობ რომ არც იმის გეშინია და ახლა იქ წახვალ და გახტები და იოგას და წიგს აიკითხავ და კარგად იცხოვრებ, მაშინ მოდი აქედან არ მოგიდგები, სხვა კუთხიდან მოგიდგები. ბიძინა გრძელვა და შეეფექტური რატოა? მაგიტო სვლებს თავისას სინჯავს. ანუ ემოციურად არ მოქმედებს რა. ეხლა მე გავბრაზდი და ნანუკა ციხეში შევაგდე, ეგრე არ იყოს გადაწყვეტილებას რა. ფიქრობს რითი უფრო მეტად დავაზარალებ და აი შეიძლება ახლა დამიყადაღოს გადაცემა. ანუ გათვლებში ჯობნის ოპოზიციას. აუცილებლად. მე სულ ამბობ ამას. აუცილებლად. ბიძინას რუსეთშიუდავს ყველა არ ეძახდნენ. ანუ გრძელი ვადა ბიძინასია რა. ერთადერთი ეხლა რაც რითიც ბიძინა ვერ იგებს ისე ეფექტურად როგორც მას უნდა რომ მოიგოს, არის ის რომ მორალური უპირატესობა აქეთ არის და ეს რაღაცა პროცესს უგრძელებს რა. ხო, ანუ ამაზეც ვილაპარაკოთ რა გქოთ მორალური უპირატესობა ეს თემა, იმიტომ რომ ნახე ახლა კოცები რითი მშვიდებენ თავს ან ცდილობენ რომ მორალური უპირატესობა ისე მათკენ იყო რომ ეხლა რატო შედიან ის მარტივად ციხეში ისეთი ამბები არ ხდება რაც მიშა ზოსდებოდაო. თორე აბა ისეთი ამბები რო ხდებოდეს ციხეში თუ შევლენ ესე თავისი გადაწყვეტილებით ციხეში. ანუ ახლა ამას ატრიალებენ ჯაფარას. იცი როგორ რაღაცაა? ამათო ერთმა დაწერაც ჩვენი კოლეგა არის ბორჩი მუშაობს საზოგადო მაუწყებლის ამათო ეხა იქ ციხეში ისეთ რეჟიმმა დაუმყარო როგორც მიშას დროს იყო და მე ნახავდნენ როგორ მოუნდებოდა ციხეში წასვლა. ხო, იცი როგორ რაღაცაა, რა უსმენ ფიქრობ რომ ხო მესმის რასაც ამბობს, ეხლა ვერავინ ვერ იტყვის რომ არ გესმის რასაც ამბობს, მაგრამ აი მაგალითად ჩვენ უკვე მივიღეთ ის შედეგი, რომ ზურა ჯაფარიძესთან პირადი წერილიც კი არ შეაგზავნინეს ადვოკატს, ანუ დაიწყეს ამათვის უკვე იმ რეჟიმის შექმნა ნელ-ნელა. ეხლა ბედუკაძის კადრებით მოსული ადამიანი შენ ციხეში არ გაგლახავს, ესე ადგება და მიუხედავად იმისა, რომ ციხეში უკვე არიან გარდაცვლილი ადამიანები. ადგება და იქ რეჟიმის მაყურებელს შეიძლება შენთვის პრობლემა შეაქმნევოს, მაგრამ პოლიტიკოსი ამას ვერ იზამს, იმიტომ რომ პოლიტიკოსი სხვა განზის და ეგ რთული სისტემაა დღეს. მაგრამ მოდი შევთანხმდეთ, რომ დღეს ციხეში პატიმრები კვდებიან. დღეს ციხიდან ნაცემი პატიმრები გამოყავთ. ისე, რომ ამბობენ, რომ თურმე ჩამოვარდა მრავალმხრივი მოტეხილობის შემდეგ. ანუ ესე მთლად ციხეზეც ეხა მოდი მთლად ესეც ნუ ილაპარაკებენ მისი ამ მრჩევლები. თუმცა კიდევ ერთხელ თუმცა ციხე დარჩა, მე მგონი ერთადერთი რაშიც ისინი ნაცებს არ დაემსგავსდნენ. რეჟიმის თვალსაზრისით. მაგრამ ნახე რატო ყველა გადმოიბირეს, მოსამართლე პროკურორი ყველაფერი გააკეთეს, ხალხი ცემეს აქციებზე, დალეწეს.
ხო 10 ჯერ 7 ნოემბერი მოაწყოს. მაგრამ ნახე მე როგორ რაღაცაა, ნახე როგორ შეხედავ შენ ამბავს რა. ოღონდ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ეს მესკიანიშოს რომ ვინმე ნაციონალური მოძრაობის ციხის რეჟიმს ამართლებს, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ რატო არ გადმოიბირებდნენ? იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის პრინციპი იყო პოლიციური სისტემის შექმნა, მათ შორის ციხეშიც. ანუ ციხეს მაყურებლები არ უნდა ყოლოდა. და ამან შექმნა სასტიკი რეჟიმი ბადრაგების მხრიდან. და შემდეგ ეს სამწუხაროდ გავრცელდა ყველაზე. მაყურებელზე კი არა, ქურდზე კი არა, გალიებში იადონები რო ქონდა და ჯაკუზი რო ქონდა, იმაში რა ქვია, მოწყობილი თავის საკანში. ეს სამწუხაროდ გავრცელდა მე ეკონომიურ დანაშაულზე, ელემენტალურ გადაცდომაზე დაჭერილ ადამიანებს და ამიტომ იქცა კიდევ უფრო მძაფრ სასტიკეთ და მაგას ქოცი არ გაგიკეთებს დღეს შენ. ჯერ ერთ ის რა გრძელებაც მოყარს ქოცმა არცნაცმა და არავინ არ უნდა გააკეთოს, მაგრამ პოლიციური სისტემა არ უნდა ციხეში ქოცი. ბიძინა დგას ქუჩაზე ბიძინა დგას ქურდებზე, ბიძინა რა, სუსი მართავს არჩევნებს ქუჩით და ქურდებით, ძველი ბიჭებით. ამ ქალაქში აღარ არსებობს ეგრეთ წოდებული ავტორიტეტი სახელი და გვარი, რომელიც არ დააბრუნეს. კრიმინალური, ოღონდ არაკანონიერი ქურდი. აი ქუჩაში რომ ავტორიტეტით სარგებლობენ ბჭყალებში, რა თქმა უნდა. არ არსებობს ასეთი, რომელიც წასულიყო, მათ შორის ქართული ოცნებამ გაუშვა, განამარტონაცების დროს. შემდეგ ქართულმა ოცნებამ გაუშვა, ყველა დააბრუნეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ოღონდ ერთმანეთთან დაპირისპირებული ადამიანებიც კი რაღაცა ჯგუფებად დაპირისპირებული. ყველა გავლენიანი, თითქმის ყველა გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი ახლა არის თბილისში. ეს ნიშნავს იმას, რომ საბოლოო ჯამში მთავარი სტავკა ამ ხალხზე გააკეთეს. ხო, ანუ კრიმინალებით იგებენ არჩევნებს ამას. ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტია. ძალიან ძლიერი ბერკეტია ბევრ სხვა ბერკეტთან ერთად. და კი ისინი დგანან, იმიტომ რომ სახელები და გვარებით ვიცით ჩვენის ადამიანები, რომლებიც მართავენ ამ პროცესს გარეთ. ხო, აქციებზე დალეწილ ხალხზე ვისაუბრე და მე ხშირად როცა მეკამათებიან Facebook-ზე ხოლმე ოცნების ხარდამჭერები და შემოდიან რაღაც პოსტებს და მე სურათებს უდებ ხოლმე ამ ნაცემი ხალხის. რომ აი ამ ძალადობა ჩაიდინა ამ რეჟიმმა და ამაზეც ესეთი პასუხი აქვს, რომ აბა თქვენ რა გონიათ ახლა იქ ეს ახალგაზრდები ლამისარი რუსთაველი გადაწვეს რაღაცებს რომ ხელისუფლების დამხობა გინდათ, ერთმა პირდაპირ დამიწერა რომ რევოლუცია გინდათ, ხელისუფლების დამხობა გინდათ და მოგხვდებათ მუშტი, აბა როგორ წარმოგიდგენიათ. გასაგებია, აბა 7 ნოემბერს რატო იყო პრობლემა? ასე უყურებთ. მაშინ უნდა ვკითხოთ ამ ხალხს, მაშინ 26 მაისს, როდესაც შენ გამოდიხარ და ამბობ რომ აღლუმს არ ჩაგატარებინებ. მე ასეთი დესტრუქციული რაღაცა შემოძახილის წინააღმდეგი ვარ ახლაც 26 მაისი აღლუმი უნდა ჩატარდეს. აღიარებული ეს ხელისუფლება არ აღიარებული არის ხელშეუხებელი თემები და ასეთი არის ჯარი. ხელშეუხებელი აღლუმი ჯარი. შესაბამისად, ანუ 26 მაისაც უნდა დაელეწათ ის ხალხი რას გვეუბნება. ანუ მათი გადასახედიდან აღლუმს არ ჩაგატარებინებ, აქ გადავკეტავ გზას, აქ ჯარი ვერ გამოივლის. ანუ ხელისუფლების დამხობა გინდა, კაცო. პირდაპირ დღეს მოყოფი ოპოზიციაში ხელისუფლებაში ადამიანები. ამ საუბრობ 2011 წლის 26 მაისს. აი, როდესაც ისინი იმის მაყურებლებისთვის. ხო, როდესაც ისინი ამას ამბობენ, მაშინ უნდა კითხო, რომ ანუ მაშინაც უნდა იგივენაირად ეცემათ, მაშინ 26 მაისსაც იგივე თქვი, 7 ნოემბერზეც იგივე თქვი, რომ მაშინ არსებობს ჩანაწერები, კაცო, რომ ხელისუფლების დამხობა იყო იგივე მხარის მოტივით. თან ეხა ვიდეოს უყურებთ ხო? როგორ ჯოხებით მანქანების დალეწვა, როგორ გამოდიოდნენ დიახ მოლოტოვების კოქტეილების ნახავთ თქვენ ვიდეო ჩანაწერები ხო არსებობს? ანუ მაშინ იგივე როდესაც თვითონ მისი ხელისუფლება მაშინ ოპოზიციაში ყოფი იგივე საკეთებდა, რატო ამართლებდა? ანუ მაგრამ მე სხვაგვარად უყურებ ამ ამბავს. ნახე როგორ უყურებ? მე უყურებ ერთ რამეს. მე მესმის, მე წინააღმდეგობაც ვნახე, არასწორად რომ დამიჭრა იმედმა, მე ის კი არ მithქვია რომ არ მინახავს, კაცო, მე ვთქვი რომ დაკავებულებს ვერ უმტკიცებენ ამას, თორე მე ვნახე რა თქმა უნდა, ვნახე აქედან ნასროლიც ვნახე, დაზარალებულიც ვნახე, ეს ვინც ვერ ნახა, გამორიცხულია ხო, ეხლა რა ნეჭება რომ თეთრზე თქვა რომ შავია, მაგრამ ნახეთ რა ხდება სასამართლო პროცესებზე. სასამართლო პროცესებზე ხდება ის, რომ 11 მოწმე დაიკითხა, აი მაგალითად 11-იანი საქმეში. და ამბობენ. ამ ბიჭების საქმეზე ხო, საუბრობ. ხო, 8 კაციანი და 11 ჯგუფური სადაც არის. ასამართლებენ 11 ახალგაზრდას ასამართლებენ ინდივიდუალურად, სადაც მაგალითად მტკიცებულებაა და ეს ადამიანები საპროცესოს ითხოვენ, ამბობენ რომ მე დავაზიანე კამერა და გამიფორმე საპროცესო. მაგრამ აი 11 კაციანში და 8 კაციანში ამ ბრალდებულებში ჯგუფურებში არავინ არ აღიარებს ბრალს. ამბობენ რომ ჩვენ აქვთ ყუილა ვართ, ანუ რასაც მეუნები მე გარდამშევდები. ანუ ვიღაცამ შეიძლება ისროლა ბოთლი, ვიღაცამ შეიძლება ისროლა მაშხალა, რომელიც შევარდა პარლამენტის შენობაში, მაგრამ
მე არ ვიყავ. პოლიციელები რომ მოყავთ ამ პროცესზე, რომლებიც ყვებიან რომ მე მომხვდა ბოთლი ან რაღაცა ჯოხი მომხვდა. ესენი არ იყვნენ. ეკითხებიან, ესენი იყვნენ? არა. თუმცა არსებობს აღიარებითი ჩვენებები, სადაც არსებობს ღია მტკიცებულებები, აი მაგალითად ერთ-ერთი დაკავებული როგორ აზიანებს კამერას. და ამბობს ავანაზღაურებს ზარალს, ამას ხო ითვალისწინებს მუხლი, რომელიც აყენებული მაქვს და ვაღიარებ ბრალს. და რაღაცა გონივრული ვადა მომისაჯა, მაქსიმუმს ნუ მომისჩე. და რაღაცა ერთ ადამიანს ახლა არ მინდა რომ ისი გვარი ესე საჯარო დავასახელო, თუმცა ყველა მიცის ახლა ეს ადამიანი, ხო? აღიარა ბრალი, უთხრეს რომ პოლიტიკოსებზე დაწერე, ნუ ეს არ არის ახლა ესეთი ბუბუტეიშვილია, გვარად არ არის, საიდუმლო რატომ ალა, არასწორია. დაწერა პოლიტიკოსებზე, პოლიტიკოსმა თვითონ შეუთვალა, ასევე ის ყოველთვის ითხოვს რომ იქნება ასე მოყვეთო და ნამდვილად ასე იყო. პოლიციამ თვითონ შეუთვალა ვაშაძემ თქვა დაწერა ჩემზეო. არ არის პრობლემაო და მაშინ თან იცავდა კიდევაც იმუნიტეტი ვაშაძეს და დაწერა ნამდვილად და მაქსიმალური ვადა 5 წელი მიმსაჯეს. ანუ ადამიანს რომელმაც აღიარა არ უდგებიან ჰუმანურად და მეორე ადამიანი რომელიც ამბობს არაფერი არ დამიშავება მე აქ ტყუილა ვარ არაფერი არ მისვრია უსჯიან მაქსიმუმს თან რაც თავია არც ყველაზე მნიშვნელოვანი რატო ჩვენ ამაზე გვისაუბრია აი შენი აზრით პოლიციელი ვერ ნახეს რომელიც შუბლზე ძაღლს გაიწყვიტავს და ეტყვის რომ ხო შენ მესროლეო პრინციპში მე რასაც ვაკვირდები ბევრი წერს რომ აი სრულმოწმე პოლიციელები მოდიან ხო ანუ არა აი 11-იანი საქმეში ჯერ არ არსებობს ეგეთი 8-იანი საქმეში ჯგუფურებში ეგეთი არ არსებობს ხო ყავთ სრულმოწმეები და აქ რატო ვერ მოიყვანეს აი არ ვიცი მართლა გავაგნებული ვარ იმიტომ რომ მაგალითად ახლა ნანი წულაიაშვილის შემთხვევაში გიორგის შემთხვევაში პოლიციელმა ხელი დაადო და ბიჭი შოქში ავარდა მე მეუნები თუ ამას რომ მეო თქვენო ნამდვილად დამინახეთო და იქ მართლა და მანამდე 4 სრულმოწმე გაუფუჭდათ და იქ იყო რაღაცა წარმოუდგენელი ამბები და აი ამ პროცესებზე ვხედავთ რომ აი ამბობს აი მაგალითად მოყავთ მეხანძრე რომელსაც პოლიციელს უწერია ჩვენებაში რომ მე ვარ პოლიციელი ანუ რისი თქმა მინდა ამით რა მინდა რომ მაყურებელმა გაიგოს არც კი ცდილობენ რომ ენერგია და რესურსი ჩადონ ამ საქმეების შეკერვაში ჩვენი 35% ყველაფერს დაგვიჯერებს ის 35% ყველაფერს ჭამს და შენ ახლა თუ დაიჯერ ეგრე უდგებიან ის ხალხი რომელიც წინა რეჟიმის დროს ნაციონალურ მოძრაობის რეჟიმის დროს ებრძოდა თითქოს ძალადობას აპროტესტებდა დღეს ეს ხალხი მე მიწერს კომენტარებში რომ კი ძალადობა მოსულა იმიტომ რომ მუშტი უნდა მოხდეს ამ ხალხს ახლა ხელისუფლების დამხობა უნდა დაბა როგორ წარმოუდგენიათ გეგონება თვითონ არ ამხავდნენ მაშინ ხელისუფლებას ხო მაგრამ ნუ ახლა მეორე ხნა თუ შეხედავ ახლა სულ ხელისუფლებასაც დამხობის რეჟიმში ვერ ვიქნებით ხო ახლა ერთ საკიდან და ამიტომაც როდესაც არჩევნები ტარდება უნდა წახვიდე უნდა გადააბარო ისე როგორც ეს 2012 წელს მოხდა როგორც არჩევნებით გადმოგაბარეს ახლა ამერიკელებმა უთხრეს სულ მათ ჩასდახა deep state-ი ელაპარაკა თუ ღამეს იზმარი ნახა მიშა სააკაშვილმა არჩევნებით ხელისუფლება გადააბარა და შესაბამისად მე მაგალითად ვარ მათ შორის ვისაც არ სჯერა რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას გადააბარებს არჩევნების გზით არ არსებულია ნუ მიშაზეც არ ჯეროდათ მაგრამ მიშამ გადააბარა და თან 9 წელიწადში მე 12 წელიწადს შენ რომ ასე მომიქცევი იმიტომ რომ მე არ გიჯერებ და გეუნები რომ არ მოხდა არჩევნები სწორად არ ჩატარდა და მაგრამ სინამდვილეში ხო ეს კიდე ეს ყველაფერი ეს რაღაცა ამოხეთქვა არ მომხდარა იმიტომ რომ არჩევნები სწორად არ ჩატარდა ეს ამოხეთქვა მოხდა იმიტომ რომ ყობახიძე გამოვიდა და თქვა რომ მე ისეთი მაგარი ბიჭი ვარ ეხა გავბედავ ვიტყვი რომ ჩვენ თლათ ევროპისკენ არ მივდივართ აი ცოტა საეჭოა ეს ამბავი და გამივა აი ხო სინამდვილეში ხო აფეთქება ამას მოყვა და გითხრა რომ გამოვალ და გცემ იმიტომ რომ თუ მინდა არ წავალ ევროპისკენ და შენ ვერ გაბედავ რომ აი გამოხვიდე და ჭყუა მასალა ანუ რა მინდა მაყურებელმა რომ გაიგოს რა არჩევნების გაყალბებისზე რომ მომხდარიყო ეს ყველაფერი, მან შეიძლებოდა კიდევ რაღაცაზე დავა, რომ მე ძმაო მოვიგე, აგერ ლეგიტიმაცია მომცა იმან, ამან ჩემი ამომრჩეველი მყავს და მოვიგე. მაგრამ სინამდვილეში ხო ეს მაქსადაო საკითხს არ მოყვა. ეს მოყვა იმას, რომ ამ ქვეყნის და აღმოჩნდა ნახეთ რამდენი ადამიანის სამსახურები და რამდენის გაშვება მოუწიათ. მათ შორის ქართული ოცნების ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებიც კი ძალიან ბევრი აღმოჩნდა ისეთი რომელიც ამბობს რომ მე მინდა ევროპა და მისთვის ეს განცხადება აღმოჩნდა საეჭო. და ტიპი გეუბნება რომ შენ ვერ გამოთქვო პრეტენზიას, მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ და მნიშვნელობა არ აქვს შენ მერიაში მუშაობ, საგარეო საქმეთა სამინისტროში თუ სად, თუ ისე არ ფიქრობ როგორც მე, გაგიშვებ, გცემ, დაგიჭერ, დაგაყადაღებ და მაინც იმას გავაკეთებ რაც მე მინდა რა. ხო, კი ბატონო, მაგრამ საბოლოო ჯამში გააკეთა ხო მაინც? კი. რაკამდე? რაც უნდა იმას აკეთებს. კი, გააკეთა. ანუ მივედით მთავარ კითხვამდე, რომ რა ავნო ამ პროტესტმა ამ ხელისუფლებას? რამე დაუშავა, რამე პრობლემა შეექმნა, რამე ვერ გააკეთეს, რაც უნდათ? მე გეტყვით ახლა რა გააკეთა და რა ვერ გააკეთა, ამაზე სხვა ჩემი მომხრეები გამინაწყენდნენ, მაგრამ საერთოდ მგონია რომ მე მგონია რომ ცხოვრებაში სწორ დიაგნოზებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა. ოღონდ ამას ახლა სადღაც ამოკითხოს კი არ გეუნებ მე რა
მე მგონია რომ მე რომ ცოდნოდა და დედაჩემს რომ ცოდნოდა რომ მქონდა იმ სტადიის სიმსივნე რა სტადიის სიმსივნეც მქონდა სხვანაირად იმოქმედებდა და რაღაცა ბოლო წლებს ცხოვრების არ დაკარგავდა ქიმიის კეთებაში და შეიძლებოდა ემოგზაურა და რაღაცა ბოლო მოგონება დარჩენოდა ის ქვეყანა არა გადაპარსული თმა, არამედ ის ქვეყანა, სადაც უნდოდა მოგზაურობა. ადამიანს, როდესაც ეუბნები, რომ შენ გჭირს ეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი, როდესაც ადამიანი და საერთოდ ფსიქოთერაპიაშიც ხმამაღალი, განაცხადი მე რა მჭირს, აქ პირველი გეუნება ამას ფსიქოთერაპევტი, რომ ხმამაღლა თქვი, რომ მე შფოთვა მაქვს, მე მეშინია ახლა. ჩვენ ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ დავიღალეთ. მაგრამ ეს დავიღალეთ, ის კი არ არის, რომ მე დავიღალებ, ნებდები და სახში მიდივარ და არაფერს არ გავაკეთებ, კაცო. მე თუ ვიტყვი, რომ გამომფიტეს, დამღალეს, მცემე, შეურაცხყოფა მომაყენეს, ფული გამომილიეს ჯიბიდან და ამაცლევინეს, რაღაც მეშინ ანუკას კი არ გულისხმობ, საერთო სურათს გულისხმობ. მე თუ ამ ყველაფერს ხმამაღლა ვიტყვი და მე თუ ამ ყველაფერს ამოვთქვავ, ეს ის კი არ არის, რომ ეს რაღაცა ფუსტრირებას აკეთებ და შენ ახლა ვიღაცას მე შენ ეს პოსტი რო დაწერე რომ რაღაცა დავიღალეთ უკვე და ხალხი აღარ გამოდის, იმედවත් შვედურად გადააზიარა. ხო, იმედი ყველაფერს და ამას ხელისუფლება უკვე გამარჯვება დააღიკვა. აღიქვას, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხელისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი კი არა, უმნიშვნელო დეტალებსაც გამარჯვებათ აღიქვამს, კაცო. მე რო ეხა თამოვარ შალომიძე პარიზში გადაღებაზე წამიყვანა, ამასაც გამარჯვებათ აღიქვამს და ორივე ისა რა ქვია, იმ ტელეკომპანია იმედი, რომელიც სოლიდურ ტელევიზიად ითვლებოდა ამ ქვეყანაში, ანიუსებს რომ ნანუკა პარიზშია, ხო ხნო, ეხა სიგიჟია, ხო, აქამდე დადის რომ ნანუკა თურმე პარიზში ყოფილა, ანუ. ამიტომ ხელისუფლება პროპაგანდისტვის რაც გამოიყენებს, ეგ კი არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ როგორ ამოვისუნთქავთ ეხლა, როგორ დავარქმევთ რაღაცებს სწორ სახელს და რესტარტს როგორ გავაკეთებთ, ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმედის ქარდი, რომელიც ორ დღეში აღარავის აღარ ემახსოვრება და ირაკლი ყობახიძე გამარჯვებათ აღიქვამს რაღაცა მზიას მოწყენილ სახესაც კი ეხა. ირაკლი ყობახიძეს ჩვენ არ უნდა დაგვაკომპლექსოს, მაგრამ რას გვიქარდავს იმედი. მე მგონია რომ თუ ჩვენ ვიტყვით ახლა რომ გრძელ ბადაში ეს პროცესი დამღლელი აღმოჩნდა, გამოვიფიტეთ, ვიღაცამ წასვლა გადაწყვიტა, ვიღაცამ რაღაცა მიხვდა რომ კრედიტი აიღო, ჯარიმას ვეღარ იხდის. ანუ ამ პროცესებს თუ სწორ სახელს დავარქმევთ, მე ვეთანხმები გიანოდია ძალიან სწორი პოსტი ეწერა. მაგრამ მნიშვნელოვანი რამ არის, რომ მორალური უპირატესობა ჯერ კიდევ ჩვენსკენ არის და თავარი იარაღი ბრძოლის დროს ეს არის, მაინც მორალური უპირატესობა. ეხლა მე გეტყვით ხოცი რითი დაზარალდა, მაგასაც ჩამოვთვლი. ჯერ მოვყვები რითია, რა პლუსშია. თუ ჩვენ ამას ვიტყვით, სტრატეგიას შევცვლით. რაღაცებს სხვაგვარად გავაკეთებთ. ანუ მთავარ აქცენტს იმაზე კი არ გავაკეთებთ, რომ რუსთაველი უნდა გადაიკეთოს. მე ვარ მათ შორის, იმიტომ რომ მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც სიმბოლოებს ჩვენს მნიშვნელობა აქვს და ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს. მაგრამ პარალელურად სხვა რაღაცები უნდა გავაკეთოთ. მე ხანი არ ყოფილიყარ რუსთაველი. არა, რა სხვა გვარაყო? კი, არა, ყოველდღე დავდივარ, მაგრამ 3 დღის წინაც იქ ვიყავ, რა სამბო. ხო, ანუ უკვე ვეღარ და მაგას ვამბობ. ყოველდღე ვერ დავდივარ, მაგრამ მაგალითად 3 დღის წინ, არა, რა 3 დღის წინ გუშინ ვიყავი, ხო, კარგად ვარ. გუშინაც იქ ვიყავი, ანუ აი მაგალითად გეტყვი, ხო, გულწრფა 2 დღის ჩავარდნაც კი ჩემთვის არის უკვე ის რომ არასწორად ვიქცევი. და მე მაქვს ჩემი არასწორად ქცევის რაღაცა, რომ აი პატიმრები, ჩემი მთავარი ამბავი ეგ არის, პატიმრები. აი ამ ორ მთავარ მოთხოვნაში არჩევნები და პატიმრები, მე პირველ ადგილზე ვაყენებ პატიმრებს. მე ვარ მათ შორის, ხო, ვიღაცა არჩევნებს და ვიღაცა სხვა რამეს. მაგრამ ნახე ბოლომდე მინდა რომ დავასრულო ეს, რომ ვიღაცები ვერ მიდიან, მაგრამ არსებობს ბრძოლის სხვა მეთოდებიც, ეფექტურიც. რაც მაგალითად სიტყვაზე, აი არ მოსწონთ ამ თემაზე საუბარი, იქნება ერთობაზე უფრო ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ. იქნება ერთობა უფრო ბევრი საკითხის ირგვლივ უნდა მოვახერხოთ. იქნება პირობითად უნდა ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილის პლატფორმა უფრო ეფექტური უნდა გახდეს სხვა თვალსაზრისითაც. იმიტომ რომ ეხლა ჩვენ გვჭირდება ბევრი სხვა ხელსაწყო, რაც დაგვარწმუნებს, მე ვატარებ კვლევას, მე რა. არა მარტო იქ. მე ხო რეგიონებში ვარ ძირითადად გადაღებაზე. ჩემი გადაღება ბებო რო ცხოვრობს ერთ სახლში, მე სხვა სახლებში დავდივარ. და რეგიონში სხვათა შორის ნაცი, ქოცი ის არიციან, რო ხდებიან ახლა და რო მიდიხარ, კარებს გიღებენ და გელაპარაკებიან ხო კამერების მიღმა. აი მაგალითად რო რეგიონებში უფრო რთული სიტუაციაა, იმიტომ რომ იქ რაღაცა ჯერ კიდევ მუშაობს კარგად იმედის პროპაგანდა და მესიჯ ბოქსები, მაგრამ აი იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს ირგვლივ კაცო ჯარისკაცები მიდიოდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ, ყველას ვეკითხები. რა არის მიზეზი, რისთვისაც არ დადიხარ და 90%-ში ყველა გეუბნება, რომ იმედი მჭირდება რა. მე ბრაზილს ანუ ხალხს გაუჩნდა განსა, რომ არაფერი არ გამოდის და აი ნიჰილიზმი წამოვიდა. აი ეს იმედი ვერა და არის მოსალოდნელი. ახლა არა გრძელ ვადაში გასაგებია, მაგრამ არ იყო მოსალოდნელი კი არ გეთანხმები უბრალოდ რომ მოსალოდნელი იყო, მაგრამ ნახე, აი ამ ნიჰილიზმს ეხლა რაღაცა სწორი ეფექტებით უნდა ვებრძოლოთ. მაგალითად სიტყვაზე რაღაცა პლატფორმები, სადაც ერთობის შანსი მეტია, უნდა გავაძლიეროთ. აი მაგალითად, როდესაც იმ პლატფორმიდან ერთი ადამიანი არასწორად ილანძღება, ჩვენ არ უნდა დავკომპლექსდოთ, რომ ეხლა ერთმანეთის კრიტიკის დრო არ არის, უნდა უპასუხო, რომ არ არის იმის დრო. აი მაგალითად სიტყვაზე
როდესაც გახარია ელენე ხოშტარიაზე არაფერი მხარდასაჭერი განცხადება არ გააკეთა, როდესაც მას ელენეს როგორ სასტიკად მოიხსნა, ხო, რომ დააკავეს, გააშიშვლეს, როგორ არ იყო სწორი დამოკიდებულება, კი არა და სასტიკად არასწორი დამოკიდებულება ქონდა სისტემას და მისი პერსონალური განცხადება რო ვერ ვნახე და გავაკრიტიკა, მითხეს, რომ რა დროს ახლა ამის დროა, ყველას მიმართ ამის დროა, ნაცი, კოცი, არა აქ ამას მშობა. როდესაც ეფექტური არ არის პოლიტიკოსი, უნდა თქვას ეს და ნახე, შემდეგ ახლა ეს ადამიანები, კაცო, ჭკვიანები არიან, ხედავენ, რომ რაღაცა ტიპის ერთობა არ არის. იმაზედაც კი არ არის ერთობა, რომ ელენე ხოშტარიას რო გააშიშვლეს და სულაც რომ მოექცნენ, ერთად თქვათ, რომ ეს ცუდია. თორე გავიგე, რომ ეხლა რაღაც სხვა საკითხებზე ერთობა ვერ შედგება, მაგრამ ამაზე ხო ერთობა უნდა შედგეს. ამას უყურებენ, ისევ ერთმანეთს ჭამენ, ისევ იმაზე ლაპარაკობენ, მე შევალ, მე არ შევალ, შენ თუ გამიცინებ, მე არ შევალ, მე ახლა ვსაუბრობ ოქტომბრის არჩევნებზე. მაყურებელი ამაზე ძალიან სწორად რეაგირებს, იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ ძალა ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც კოცებისკენ უპირატესია, აქეთ არ არსებობს. არ არსებობს ძალა, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ძალა უნდა დაგვანახონ პოლიტიკოსებმა ერთობით და რაღაცა სხვა რაღაცებით. ეხლა მე გეტყვით, კოცები როგორ დაზარალდნენ. კოცები დაბადების დღეებს ღია სივრცეში ვეღარ იხდიან. მე ოღონდ კი ჭორებს კი არ გიყვებით, კონკრეტულ ამბებს გიყვებით, ეხლა პირაც არ მინდა რომ ეხლა რაღაცა შევარდე და ვიღაცებზე ვიჭორაო, გვარებს გეუბ ვიცი გვარები, რომლებმაც აი ღია სივრცეში აი მაგათად აკრძალეს, მიმტანებს ტელეფონები სთხოვეს მენეჯერებმა, რომ ტელეფონები ამ დღეს არ გამოიყენოთ, იმიტომ რომ ეს არის კლიენტის დამკვეთის მოთხოვნა, ერთ-ერთი ძალიან გავლენიანი. აი ზუსტად რომ იქ არ უნდათ რომ გადაიღონ რაღაცები, დაკომპლექსდნენ. სინამდვილეში ჩვენ კი შეიძლება დაღლილები ვართ და გამოფიტულები ვართ, მაგრამ ხრებ ყველგან დავდივართ გამართულები, პარიჟი ვართ თუ ცხუნკურში თუ ფარცხანაყანებში, ყველგან გამართული დავდივართ, ისინი ესე არ არიან. ისინი მაინც ცდილობენ რომ რაღაცნაირად ვიწრო წრეში ჩაიკეტონ, საჯაროდ მიუხედავად იმისა, რომ ჩივიან შეურაცხყოფებზე, იციან რომ დისკომფორტები აქვთ ყველგან, რაწილი რაც ვიცით და რაც არ ვიცით ბევრია. მე ვიცი ფაქტები, რომელსაც არ უნდა ადამიანს ვიდეო რო გამოდეს, მაგრამ რო ნახა უთხრა რომ არასწორი ხარ, ხა შევა მონა არ ეძახა, მაგრამ უთხრა აეროპორტში რო შეხვდა რომ შენ ჩემ ქვეყანას ყიდი და არასწორი ხარ და სულ ყველგან არ გადაიღო, ხო, არ უნდა ეხა ამისგან რაღაცი შექმნა, მას სათქმელი ჰქონდა და პირში უთხრა. ესეთი ძალიან ბევრი ამბავია და ეს ადამიანები დადიან და ხედავენ იმას, რომ ამ თავის 35,000 ამორჩევას, კაცო, იმდენად ვერ ხვდებიან, რამდენად ფიზიკურად, რამდენადაც აქეთ განაწყენებულ ადამიანს. ფიზიკურად ამასთან უფრო მეტი შემხებლობა აქვს და იქ ვიღაცა ეუბნება, რომ შენ მოღალატე ხარ, იქ ვიღაცამ ერთ-ერთი შვილს შეხვდა სხვა ქვეყანაში და უთხრა, რომ რაღაც, ოღონდ კი არ შეურაცხყოფა კი არ მიაყენეს, ელაპარაკნენ, რომ უცნობი ადამიანი, რომ არ მოსულა ესე. ანუ ეს დისკომფორტები აქვთ. საერთაშორისო აღიარება და უпростоად არ აღიარება მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გონია, რომ deep state-ის პირობებში დაბჭებას სწორობენ, ეს არ ადარდებთ, იმიტომ რომ ისე გააფრინეს, რომ deep state-ის პირობებში გონია, რომ ამაც საერთოდ არ აინტერესებთ, ეგრეც არ არის. მაგას გულწრფელი ამოხეთქვები მოვისმინეთ თურმე ეს სანქციები და თურმე ეს ყადაღები როგორ აზარალებთ, ხო, ის რაღაცა უცნობის კიდობანით დაწყებული მისული სტუმარი პარალელურად პირად ჩატებში რასაც წერენ, რომ ესე არ არის. ეხლა რაღაცა ახალი წამოვიდა ოჯახის წევრების დაყადაღება, თუმცა მეც ვფიქრობ მათ შორის, რომ არ არის სწორი. მე ვფიქრობ მათ შორის, რომ თუ ოჯახის წევრს არა აქვს მამის ან მშობლის არა უბრალოდ საეჭვო ქონება იმ დროში გადმოფორმებული, მე ვფიქრობ, რომ არ არის სწორი რა, იმიტომ რომ რა ვიცი, ჩემი შვილი შეიძლება სულ არ მეთანხმება მე და შეიძლება სახში მაკრიტიკებს კიდეც გაცოდა, შეიძლება მეუბნება, რომ მამა შენ არასწორად იქცევი და სადღაც თავისთვის არის წასული და მე ვიცი, ასეთი ქართული ოცნების შვილებიც კი რომ არ ეთანხმებიან მათ მშობლებს და მაგალითად რა ქნან ახლა, რატო უნდა მოხვდეს მასაც, იმიტომ რომ მამა არასწორად მოიქცა, ანუ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მომხრე ვარ მე რა, მე ჩემ ცოდვებზე ვაგე პასუხს და ჩემო შვილებმა თავის ცოდვებზე აგონ პასუხი და არ ვარ მომხრე ამისა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ხო ხედავთ რაღაცა ეს რაღაცა ამოხეთქვები მათაც აქვთ იმის, რომ არ მოსწონ დისკომფორტებს უქმნის და ყველაზე ეს სანქციები და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჩემთვის არის ის, რომ მორალურ უპირატესობაში აბსოლუტურად 10 თნელს ვიგებთ. აი მორალურ უპირატესობას ეგ თქვენ გონიათ ეგრე რომ იგებთ 10 თნელს მორალურ უპირატესობაში. მაგრამ ის ბაბლი, კოცების ბაბლი, ამას 35-ია თუ რამდენიც არის? არა, მე 35% ირონიულად კი არ ვთვლი, ანუ კოცების ამომრჩეველზე მელაპარაკები? ხო. ჩვენ კოცების იმ ამომრჩეველზე 35%. არა, ჩვენ ხო ამბობ რომ მორალურ უპირატესობა გვაქვსო და იმათთვის მორალურ უპირატესობა რა არის? ნახე, ისინი დღემდე ფიქრობენ, რომ ისინი იბრძვიან იმის წინააღმდეგ, რომ არ დაბრუნდეს ნაციონალური მოძრაობის სადისტური რეჟიმი.
ამიტომ ამას გეტყვია, შენ რაც არ უნდა მას უთხრა რომ აი ხალხი ცემეს, იქ რაღაცა მოხდა, რუსეთს გადმოიბერეს, ამაზე ერთადერთი პასუხი აქვს მათ ყოველთვის, რომ თქვენ სამაგიეროდ ამ პროტესტით ნაცების მოbrunებას უწყობთ ხელს, იმიტომ რომ ნაცების გარეშე კოალიცია არ გამოვა. შესაბამისად ესე იგი ნაცი უნდა დაბრუნდეს, გინდა არ გინდა. კი, ნაციც შესაბამისად ყველაფერს ბჭყალებში ჩავსვა ამ სიტუაციას, ყველაფერს აპრავებენ, იმით რომ შენ ნაცის გვერდის დგახარ სამაგიეროდ. ამიტომ მორალურ იმას არ გზობენ რომ მათ არ აქვს მორალური უპირატესობა. მათთვის დღემდე მორალური უპირატესობის შეგრძნებას უზრუნველყოფს ნაციონალური მოძრაობის არსებობა ოპოზიციაში. კი, მესმის. ეხლა მე ამ საკითხს როგორ ვუყურებ? მე აქ ამ საკითხს უყურებ ესე რა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ისევე როგორც აი ასეთი ტიპის ამომრჩეველი ყავს ნაც და ქოც. იმიტომ მე ხა მას რა სხვა პარტიებს ხა ლელოს ნაც არ ვეძახი და იმას რა ქვია გახარიას ნაც არ ვეძახი. ანუ გახარიას ასეთი ტიპის ამომრჩეველი არ მგონია რომ ყავდეს, მოწყვილსეთი ყავს რა, მერყევი ამომრჩეველი ყავს, იმიტომ რომ მაგალითად ვიხე ვიცი ადამიანები, რომლებიც მათ მისცეს ხმა და შეიძლება ხა აღარ მისცენ. ან პირიქით არ მისცეს და მისცენ, ეგეთებიც ალბათ არსებობენ. მაგრამ აი არსებობს, არ ვიცი ხა რამდენი პროცენტია ბოლო არჩევნების შედეგებს მე არ ვენდობი, რომ ნაცი რომელიც გეუნება, რომ ცეცხლი რო წაუყიდო, მაინც ნაცია რა, აი მაინც ხუთიან შემოხაზოს. სხვათა შორის ასეთი შინაარსის ამომრჩეველი, კონტექსტის ამომრჩეველი ყავს ქოც, რაც უნდა მოხდეს. მაინც იმას მისცემს. ჩემთვის დაახლოებით მორალურ თემებზე. არა, გეტყვი, ხა მე ამას ყველა არ გეუბნები, ზუსტად მორალურ ნაწილზე მივდივარ. ასევე არის რაღაცა სახელმწიფო ნაწილი, ასევე არის რესურსი, ხელისუფლება რესურსი, სხვადასხვა. მე ამ ადამიანს, რომელიც მეუნება, რომ შენ აი ამ პირობებში მე არ გადავხედე ჩემ წარმოდგენას, ჩემ შეხედულებას და მე კოალიციაში ნაცის არსებობაც კი არ მინდა, ოღონდ აქ ხო არ არის ლაპარაკი რომ ნაცი დომინანტად მოდის, აქ არის ლაპარაკი რომ ნაცი კოალიცია. ამას ვერაჯა ის გეუბნება რომ ორჩა ესენი რომ დაბრუნდებიან კოალიციაში იქნება თუ რაც იქნება, ბორე მიშა მაინც მოვაჯდება ყველაფერს და დამთავრებული მე მაგ ხალხს არ ველაპარაკები. როგორც ისინი არ ელაპარაკებიან აი რაღაცა რადიკალ ნაცებს და ამბობენ რომ ჩვენ მაგას არ დაველაპარაკებთ. აზრი არა აქვს, არ უნდა ელაპარაკო. მე მგონია რომ არსებობენ ასეთ ტიპის ამომრჩევლები, რომლებსაც არ უნდა ელაპარაკო. მე მაგ ამომრჩეველს, რომელიც მეუნება რომ აი რაღაცა ვიღაც გოგოებს რო გაუპატიურებით ემუქრებოდნენ პირში, აფუთხებდნენ, ცემდნენ, ხა არ ჩამოვთვლი, რაც ვნახეთ, ხომ ვიცით ყველაფერი რაც ვნახეთ. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე მაინც არ მინდა. თუნდაც არ ვიცი 14 თუ რამდენი პროცენტი იყო, ამ პროცენტშიც კი არ მინდა ნაცი და იყოს, ასე გვირთხას რუსეთისკენ წავიდეთ, ასე სილის გაწმის გამო ის ვიღაცა ციხეში მზია, ვიღაცა რატომ მზია ციხეში ჩასვლა. ესე მოიქცნენ, ოკეია, ოღონდ ნაცი კოალიციაში არ იყოს. ამ ადამიანს არაფერი არ უნდა ელაპარაკო, რომ ის სიგიჟეზე არის ორი. მაგ ადამიანების თქვათ გადმობირების გარეშე ვერ ამარცხებთ. არა, მაგ ადამიანები არ უნდა გადმოვიბიროთ ჩვენ. არა, ჩვენ არ უნდა გადმოვიბიროთ. ჩვენ უნდა გადმოვიბიროთ ის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ქოცში არსებობს რესურსი, რომ ევროპისკენ წავიდეს. და შენ წარმოიდგინე ასეთი ადამიანი არსებობს. მე ვესაუბრე ასეთ ადამიანს, ცოცხალი ვნახე. რომ მითხრა, რომ ჯერ კიდევ არსებობს ქოცში იმის რესურსი, რომ არ გადაუხვევს ეს ბოლომდე ევროპისკენ გზას. ბიძინა ამას იმიტო აკეთებს და ამიტო და იმიტო და ამიტო. თორე რომ უნდოდეს ბოლომდე გადახვევა, ამას იზამს რუსეთთან, ამას იზამს და ბევრ ამას ჩამოგითulis რას იზამს. არ ჯერა რომ ქართულ ოცნებას მიყავს. ანუ რა როგორ არის კი ფიქრობს, კი ხედავს უკვე რომ რუსეთს ეფლირტება, მაგრამ ფიქრობს რომ ამას რაღაცა ნეიტრალიტეტი უჭირავს, არც იქით მიდის და არც იქით. მე თუ დავინახავ რომ ეს რუსებისკენ წავიდა, ღიად, მე არ ვიქნები რაღაცა მის მიმართ. როდის დაინახავს ახლა? რას ფიქრობს მიზეზად რომ დაინახავს? მე მითხრა რაღაცა იქ რაღაცა პირდაპირ მოლაპარაკებები რუსებთან. ხო, მაგას არის ამე. ხო, არავინ არ იცის მე. არავინ არ იცის. წინადღეს იმედზე შეხვდა ყაველაშვილის ციტატა, რომელმაც ინტერვიუ მისცა იმედის ტელევიზიას, სადაც პირდაპირ ამბობდა ასეთ დაახლოებით ასეთ რაღაცას, ეხლა მე ზუსტ ციტატას არ ვახსნა, შინაარსი ეს იყო, რომ თუ ეს ხალხიო ფიქრობს, რომ ქვეყანას ვაქცევთო, ქვეყანა რუსეთისკენ მიყვავსო, რუსეთს გუბერნატორი უნდა გავხადოთო, რა ერთი წელი ციხეში ჩაჯდომა არის ამის წინააღმდეგ ბრძოლაო? ანუ მაშინ უნდა გამოხვიდეთ და სხვა რაღაცები უნდა ქნათო. დაგვამხოთ არ უთქვა ხა რას გულისხმობდა მე არ ვიცი, მაგრამ აზრი დაახლოებით ეგ იყო, რომ რა რაღაცა ციხეში წავედი დავჯექი და რუსთელებზე ვისეირნე, ეგ არისო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაო, აზრი ეგ იყო რა თუ ესე ფიქრობდო. თქვენ იმას ისიც კი არ ჯერა რომ თქვენ გჯერათ რომ ამ ყაველაშვილს და ყაველაშვილის არგუმენტი მიყავს ყაველაშვილის არგუმენტი რა ეხა მე რა ჯერათო თუ ეს რო ჯეროდეთო რაღაცა ციხეებში ერთი წელი ჩაჯდომით ჯერათ ყაველაშვილს მინდა უთხრა ძალიან კარგად გჯერა უბრალოდ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული ამ ქვეყნის წინაშე და ამ ქვეყნის
რადიკალური გზებით სადღაც გადახვევა გზის არ გვინდა არც ერთს ვინც აქეთ ვდგავართ. ადამიანი, რომელიც თავის წამსით და მსოფლმხედველობით ირჩევს ევროპას, ქვეყნის დამხობა ისე როგორც ამას ყავალაშვილის სულიერი მეგობრები აკეთებდნენ თავის დროზე, ოღონდ უფრო უფროსები, მათ შორის მათი მეგობრები და გოგა ხაინდრავები და ვიღაცები თავის დროზე ჩვენ ამას ხელს არც ერთი ჩვენგანი არ მოაწერს. რომ რა უნდა ვქნათ ახლა ავტომატებით შევარდეთ? ახლა ხო გამორიცხულია რომ ამაზე ვინმე წავიდეს და ყველაფერი გააკეთეს, ახალგაზრდა ბავშვები წინ დადგნენ ფიზიკურად, ციცოცხლით დაიცვეს და რა ვიცი, სასტიკად გაუსწორდნენ და მეტი რას გვთავაზობენ და რა შეიძლება რომ მეტი გავაკეთო. ამის იქით რა დაპირისპირების პირასაც ჩვენ ვიყავით. უკვე სამოქალაქო დაპირისპირება. მაშინ მეორე მხარემაც იგი უნდა გიპასუხოს და ამაზე არავინ არ წავა. და ზუსტად ამას გულისხმობ და ის ლიდერი, რომელიც რაღაცნაირად იზამს ამას, ან ლიდერები, რომლებიც ამ თავგანწირვას გააკეთებენ, რომ შეიძლება რაღაცა რისკებზე წავიდნენ, რევოლუციურ ზამთრს ხსენებს მე არ მეშენია. ამ ეტაპზე არ არის, დროც სხვაც არის, გარემოც სხვა არის და ეხლა ამ ხალხად რა თავგანწირვა რა არ არის, როდესაც შენ შვილი გყავს. შვილთან მე არ შევალ, მე არ მივცემ ჩემს თასუფლებას, პირადი რაღაცები მოუყვე მათ შორის ურასი, მაგრამ ვიტყვი ესე, როცა აუცილებელია შვილთან შენი ყოფნა. აუცილებელია. ამის მიზეზი გაქვს, რომ შენ შვილთან იყო, შვილს ჭირდება ბევრი მიზეზის გამო. და კიდევ რაღაცებს არ დავაკონკრეტებ. და შენ ამას კეტავ და დგები და ციხეში მიდიხარ. და ერთი წელი გიწევ შვილის დახსნა. ხა მაგრამ ოპოზიციაში აღმოჩნდა ხალხი, ვინც თქვა, რომ ახლა კურორტზე წავიდა. ხო, მე მესმის ახლა. მე არ დავიმსგავსები მაგ ხალხს და არ ვიკითხავ მათი ოჯახის წევრები დაკითხვაზე რატო არ არიან დაბარებულები წულუკიანთან. ხო, იკითხე უკვე, ხო? ხო, არ არის სწორი. შენ საუბრობდი ერთობაზე, მაგრამ ხედავ, აგერ შენც გამოხვედი და ბოკერიას და იქეთ გვარამია გამოვიდა და ბოკერიას რაღაც მინიშნებები გაუკეთა, რომ შენ რატო არ გიჭერე? შენ რატო არ გიბარებენ დაკითხვაზე? ჩემს კითხვაში ეგ არის, მე რა შენ რატო არ გიჭერენ ამას? არც დაუშვებ არასდროს, იმიტომ რომ მე გიგასთან ჩემი დღეს დაუწერე კიდევაც. ხო, ცოტა უტრება მოვახდინე, მაგრამ ხო, მესმის, მაგრამ არ მინდა რომ მაყურებელმა ესე ვინც არ იცის რა სტატუსი დავწერე, ესე არ იყო. ნახე როგორი რაღაცა იყო და მე გიგას დაუწერე კიდევაც. ამ 13 წელი ეს შეკითხვა ხო არ დამისვამს, კაცო. მე გიგას 2003 წლიდან ვიცნობ პერსონალურად და გიგა პირველი იყო, რომ ვინც იკითხა, როცა კომისია დაიწყო, ხაზარდას რო იბარებენ, მე რატო არ ვიბარებ? ხო, მე მესმის რომ ეს და მაგრამ ფაქტია რომ არ იბარებენ. და ფაქტია რომ ამდენი ხნის განმავლობაში და მე ვკითხე და აქაც მინდა რომ ვიკითხო და მინდა რომ მაყურებელმა რო სწორად გაიგოს, შენმა მაყურებელმა. მე როდესაც ვსაუბრობ ერთობაზე, მე ყველასთან ერთობაზე კი არ ვსაუბრობ, კაცო. მე მინდა ერთობა იმ ადამიანთან, რომელიც ზურაგ ჯაფარიძეზე არ იტყვის და წამოკოტრიალდა და იძინა და მე წამოკოტრიალდები ესე. იმიტომ რომ მორალურად ისეთი შეუსაბამობა მაქვს შენთან თუ ასე ფიქრობ, რომ მე და შენ ერთობას ამაზე თუ ვერ ვახერხებთ, ეხლა რომ მინიმუმ მე საჯაროდ არ უნდა ვთქვათ, მაშინ ერთობას დიდ საკითხებზე ვერ მოვახერხებთ რა. ტოპ აი შენს მაყურებელს რო კითხო ტოპ რაღაცა რამდენიმე ადამიანი დამისახელე ვინ იყო ყველაზე გავლენიანი მიშას კარზე ზურადეიშვილი რომელიც წავიდა გაიქცა რაც გინდა და არქვი მერაბიშვილი რომელიც იჯდა ახალაია რომელიც იჯდა კეზერაშვილი რომელიც წავიდა გაიქცა რაც გინდა და არქვი მაგრამ მაინც იჯდა საფრანგეთში დააკავეს გიგი უგულავა რომელიც რამდენჯერმე იჯდა და გიგა ვოკერია რომელიც არც ერთხელ არ ყოფილა შეტოტმანებული, შეჯანჯღარებული, ოღონდ კიდევ ერთხელ ამბობ, მე გიგას წესიერებაში, კაცო, კი არ ვამბობ, რომ გიგა ხელს ესე კი არ ვადებ, მაგრამ კითხვა არსებობს, ლეგიტიმურია ეს კითხვა. და რატო შენია? ანუ უცნაურია რა, ძალიან უცნაურია, როდესაც თან გიგა ბოკერია, რომელიც ბოლო წუთამდე იყო მიშას გვერდით და მიშასთან ყველაზე გავლენიანი ადამიანი. იქ ვიღაცებს მაგალითად, ანუ ვერაფერს ბოლო შეიძლება გავლენა შეერყა, ვიღაცას მოემატა, მაგრამ გიგას ხო არასდროს არ შერყევია გავლენა. გიგა ხო ბოლომდე გავლენიანი ადამიანი იყო და თან არ დაგავიწყდეთ. ზუსტად ის თემა, რაც გიგას ებარა, ეს რაღაცა თანხების ხარჯვა ლობისტებში, უცხოურ ამბებში, ქოცებს კი არა და მაშინდელ ოპოზიციას, ხო, დღეს ქოცებს აგებული მქონდა მთელი კამპანია ამაზე, მიშა მილიონებს როგორ ხარჯავდა უცხოეთთან ურთიერთობების დალაგებაზე, კომპანიების ქირაობაზე, ლობისტებზე, ანუ ესეც ვერ ვიტყვით, რომ რამე თემა არ არსებობდა, ან შეკითხვა არ არსებობდა. არ ვიცი, ხა მე ვერ არსებობს. აქეთ არსებობს, აი გვარამიას დაუპირისპირდა ხო, რაღაცა დაწერა იგივე შინაარსის რაც შენ. აქეთ არსებობს ვიღაცები, ვინც ნაცებთან ამბობენ, რომ არ დავდგებით და მე მესმის მათი. ამ სიტუაციაში საუბრობ ერთობაზე. რა ერთობა შეიძლება გამოვიდეს? ნაცებთან არ დავდგები, აი რა ოპოზიცია შეიძლება გამოვიდეს. ნაცებთან ესე ღიად არ დავდგები, ძალიან კარგად განან. სალომეს პლატფორმაზე ყველა ერთად დგას. მოგა გახარი ამბობს რომ არ დავდგები. როგორ კაცო, გახარია თინა ბოკუჩაუს გვერდით გარა, ხა ვის გახარ? არა, რაღაც იმაში რა, მე როდესაც რაღაც თუ გაერთიანებაზე მიდგება საქმე არ გავერთიანებ. ნუ დადგება გახარია, მე მგონია რომ ერთობა უნდა შედგეს ნებისმიერ შემთხვევაში და ჩვენ ვიღაცებს და რაღაცებს უნდა სიტუაციაში რა ერთობა წარმოგიდგენ, როცა გახარია უნდა იბრძოლოს ცალკე, ჩემი აზრით მე ასე ვხედავ რა. გახარია უნდა იბრძოლოს ალბათ ცალკე. ყველა ის პარტია, რომელიც მნიშვნელოვანია 5%-იანი ბარიერი გადალახა და პროევროპელია, უნდა გაერთიანდეს. ოღონდ გაერთიანება იმას კი არ ნიშნავს, რომ კაცო, ის უნდა კონდეს სხვა შემთხვევაში
გამორიცხული ამბავია. წინასწარ ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა განაცხადოს, რაზე ამბობს უარ საჯაროდ. მაგალითად უნდა თქვას ის, რომ რაღაცა არ ვიცი რა შეიძლება ამას ერწყოდოს, რა ტიპის შეთანხმება, რომელსაც ვალიდაცია ექნება და სანდოობა, რომ არენდომებად არავითარ შემთხვევაში ხელისუფლებაში ძალოვანები, აი ესეთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მაგალითად შეიძლება რომ მე დამატრიგეროს და მითხრას რომ იმ ღმერთო ჩემო ეს ისე ვიქმოვა. აი მაგ ხო ხვდებით რას გიხსნი ახლა მაგალითად ეკონომიკაში რატო შეიძლება არ იყოს ეფექტური ვიღაც ვინც ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს. პირობითად გიხსნი, მაგრამ პოლიციაში შეიძლება არ მინდოდეს, შეიძლება კი რომ უმრავლესობას არ უნდოდეს ნაცი, პროკურატურაში არ უნდოდეს, სასამართლოში არ უნდოდეს. რაღაცა ასეთი ტიპის ირგვლივ ახარია ცალკე იყოს კი არა, ხო არ ფიქრობ რომ პირიქით ნაცები უნდა იყვნენ ცალკე და ისინი ქმნიან პრობლემას. არასწორია და ისინი უსამართლოა. ქმნიან პრობლემას, იმიტომ რომ მათი ნაცია ოთხიანიც. მათზე დგას მთლიანად. ნაცია ოთხიანიც. მათზე დგას მთლიანად ხელისუფლების პროპაგანდა. მარტო ხუთიანია პრობლემა? იცი რა, არ ვიცი, შეიძლება 4-იანიც იყოს, მაგრამ 4-იანს აღმოჩნდა რომ ბერმა ისეთმა მისცა ხმა. ვინც ნაცებს არ მისცემდა. ეს არის ზურაგირჩის ფაქტორი, არა. ხო, ნუ ვისი ფაქტორია? ეს იყო ზურაგირჩის ფაქტორი, ნახე? შესაბამისად, ანუ ნაცებზე აგებს კოცება თავის პროპაგანდას და დღემდე მუშაობს. ანუ ნაცების გამო აგებ მორალურ უპირატესობას. ნაცების გამო არიან ისინი ანუ ერთადერთი რასაც ეყრდნობიან არის რომ ისინი მოვლე. მეტი არაფერი და ხო არ ფიქრობთ რომ უნდა დასრულდეს ნაცებთან ერთიანობაზე ლაპარაკი ერთხელ და სამუდამოდ. უნდა გაუქმდეს ნაციონალური მოძრაობა? არა, როგორც შენ თქვი, ცალკე იყო როგორც ამომრჩეველი. ცალკე იყო. მე ამომრჩეველი როგორც შენ კი არ გაუქმდეს. როგორც შენ თქვი გახარიაზე ცალკე იყოს, გახარი კი არ იყოს ცალკე, ის იყოს ცალკე. არა, რატომ მე გახარიას არ უპატიო კოცივნის კაცო და არ უპატიო იმას რომ როგორც მოიქცა და თან ბოლომდე ვიღაცები ნაცებს არ პატიობენ რაღაცებს. გასაგებია ხო და ამიტომ ჩემი აზრით ნახე ეგ უნდა გადაწყვიტოს 4-მა მე და შენ კი არა. ეგ უნდა გადაწყვიტოს 4-მა, ეგ უნდა გადაწყვიტოს 9-მა, ეგ უნდა გადაწყვიტოს 5-მა. ანუ ლელომ. ხო, ლელომ, ხო, ნიკა გვარამე უნდა გადაწყვიტოს სადუფრო კომფორტულად გნობს, ან ზურაგირჩმა ჯაფარიძემ უნდა გადაწყვიტოს სადუფრო კომფორტულად გნობს. ყველა პარტიამ გადაწყვიტოს, ვის აი თინა ბოკუჩავა უფრო კომფორტულია მისთვის მორალურად, თუ მაგალითად გიორგი გახარია, როდესაც გვერდით უდგას რა. სადუფრო მეტი უხერხულობა აქვს ნებისმიერი ლიდერისთვის. და შესაბამისად მოკლედ მე ვფიქრობ, რომ ყველა პარტიამ ეგ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და ძალიან ისეთია, მე არ უყურებ მაგ საკითხს, უბრალოდ მე ვიცი, რომ არავინ არ აირჩევს თინასა და გახარიას შორის გახარიას. ამ ჩამონათვალში არ აირჩევენ რა. მიუხედავად ჩემი აზრით, მიუხედავად ნიკამელიას განაწყენებისა და მიუხედავად იმისა, რომ მე ნიკამელიას პერსონალურად ნაწყენი ვარ, მასე ბევრი რამის გამო მე მისკენ ვიყავი ამ არასწორ ბრძოლაში, როგორც მას მოეხსნენ. ნიკამელიაც კი არ დააყენებს საკითხს ესე, რომ მე თინავს გვერდზე გავწევ, იმიტომ რომ ეს პრობლემაა ქოცისთვის. არ დააყენებს საკითხს ესე. და ზურაგიჩი ჯაფარიძეც. მაგრამ საბოლოოში პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ 13 წელია ოპოზიცია აგებს სწორედ იმის გამო, რომ 13 წელია ოპოზიცია აგებს, იმიტომ რომ ბიზნესმენი აყალბებს. მეორე ხარეს არის ნაცები. 13 წელია აგებს ოპოზიცია, იმიტომ რომ აყალბებასთან ერთად ვამბობ რა. აყალბებს და იმიტომ რომ პროპაგანდა არ უმშაობს? კი. ხო და პროპაგანდა რაზე იგება? ნაცებზე იგება ძირითადად. ეხლა დაემატა ბოლო 2 წელიწადში ომი და მშვიდობის თემა. თორე მანამდე სულ ნაცებზე იყო აგებული და დღეს აღმოჩნდა რომ ბევრში ნაცების შიში უფრო მუშაობს ვიდრე ომის შიში. კი, არა, დღეს ომის შიში უფრო მეტად არის დამიჯერე, მათ შორის ომის შიში ჩემშიც უფრო მეტად არის. ახლა მე მაგალითად ომი არ მინდა, მაგრამ პირობითად და ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც შეიძლება ვხაზავთ აქეთ ნაცებს, მაგრამ ომის შიში არ უყოდ ომის შიში ჩემი აზრით მოგონილია უბრალოდ მე ესე ვფიქრობ, თორე ომის შიში ყველა ადამიანი შემთხვევით განადგურების შიშია. ამ ქვეყანაზე და სამყაროში ადამიანი არის, ვისაც ომის არ ეშინია. მაგრამ სხვა რაღაცის თქმა მინდა. ნახე როგორ არის მე რა ბიძინა ივანიშვილი იგებს პროცესს, იმიტომ რომ მისკენ არის ფული, მისკენ არის ძალაუფლება, მისკენ არის ეხლა უკვე სადისტეთო როგორც არის, ყველაფერზე წამსვლელობა, ეხლა უკვე ამ ბოლო დროს და გასაგებია პროპაგანდას და ქუჩა და ბევრი რამე, ანუ ბევრი ხელსაწყო აქვს. მაგრამ გადამწყვეტი რა არის? 13 წელია რაზე დგას? ჩემთვის გაყალბება. ნაცებზე დგას. ჩემთვის გაყალბება, არა. ხო, გაყალბება. გეთახმები რომ აბსოლუტურად გეთახმები პროპაგანდა დგას მაგას. მაგრამ არ დაგავიწყეს ბიძინა ივანიშვილი ნაცეძახის გაიხსენა ირაკლი რუხაძემ რა თქვა? გაიხსენე რა თქვა ირაკლი რუხაძემ, რომელიც პროპაგანდის მთავარი სრული ჩამდგმელია, მაგრამ პროპაგანდაზე თუ დგას ბიძინა, პროპაგანდა დგას ირაკლი რუხაძეზე. ხო, ჩემი მეგობარიაო, ჯაფარიძეზე თქვა. პერსონალურად ვიცნობ, წლებია ვიცნობ, მაგრამ ბათრი ჯაფარიძე, მაგრამ ბადრიც ნაციაო. თუ მაპატიო, მინდა რომ მაყურებელს შევახსენო, ეს შეიძლება არ ნახეს უბრალოდ რადიო თავისუფლება. თუ აქეთ არ დგეხარო და იქით დგეხარო, ანუ 51-ისკენ თუ არ დგეხარო, იქით თუ დგეხარო, ნაცი ხარ. გავიგე, მაგრამ ეგრე უყურებს ბიზინა. ანუ ნაცში ხუთს კი არ ხედავს, ყველა ციფრში ნაცი. კი, ეთახვები მაგაში, მაგრამ ნახე პროპაგანდას. ცდილობდა რომ გახარიაძეც ეთქვა რომ ნაციაო, მაგრამ ვერ არ იმუშავა. ანუ გახარია ვერ გაანაცეს. ანუ აქ მარტო იმაზე რატო? იმიტომ ანტინაცი პროპაგანდა. ანუ შენ ამბობ რომ ყველა მისი აწარმოოს? რა თქმა უნდა. ანუ შეხედე იმაზე არ არის დამოკიდებული. ანუ შენ მე მეუბნები ბიზინა, რასაც მიმითითებს ის გავაკეთე და ნიკარო ვარ გვარამე
გვარამია, მელია რო ვარ და ვიღაცები რო ვარ, ლანძღვა ნაციონალური მოძრაობა, ისე როგორც გახარია. ლელოზე ვაპარაკო, ახე ლელოს რატომ მოახერხეს? ლელომ რატო აიღო უფრო მეტი? ერთი შეკითხვა მაქვს რა და არ დამოწოს, ნახე, გახარია ხო იყო ანტინაცი. და ლელო არ იყო. ლელომ რატო აიღო? იმიტომ ფული აქვს მეტი. აი, ხარ ასე ლაპარაკებს, შეხვალო პროპაგანდა მნიშვნელოვანია. ანტინაცია მნიშვნელოვანია მეუბნები, მე რა. ბევრი კი, და თუ ანტინაცია მნიშვნელოვანია, ანტინაცმა გახარიამ რატო აიღო უფრო ცოტა ვიდრე ლელომ, რომელიც არ არის ანტინაცი. ლელოც არის რეალურად ანტინაცი, უბრალოდ მას უფრო მიაკერეს ნაცის იარლიყი რატო, იცი? არა, არც ანტინაცია ჩემთვის ლელო და არც პრონაცია. ხო, ნეიტრალური ადამიანია რა და ამბობს რომ ყველა ადგილია პოლიტიკაში ვისაც ხალხი აირჩევს. ბატონო, ვიღაცებმა მაგის გამო მისცეს, ხო? ანუ, მაგრამ ლელოზე უფრო მეტად იმუშავა პროპაგანდამ ნაცებთან დაკავშირებით, რატო იცი რომ გამოვიდა მაგალითად ხაზარაძე ერთ-ერთ არჩევნებზე მე ნიკამელიას მოადგილე ვიქნები, რომელიც ნაცების კანდიდატი იყო მერობაზე. ანუ ასეთ რაღაცას რო ვაკეთებ, შენზე მე უფრო მარტივია ოცნებისთვის მოგაკეროს ნაცის. მაგრამ ნახე მე რა უფრო მეტი აიღო, იმიტომ რომ ბევრად მეტი ფული აქვს. ერთი წამით სხვა რამეს ეგ მე არა უნდა შევთანხმდეთ. ვერ შევთანხმდეთ. და დასრულე და უნდა შევთანხმდეთ. შენ ჩემზე უკეთ იცი, მაგალითად რამდენი დახარჯა ნიკა გვარამიამ რამდენი მილიონი არჩევნებზე და საჯაროა და დღემდე ვერ ათქვევინა ვერავინ საიდან მოიტანა ეს ფული. ეს არ არის პრობლემა. ამას ცალკე ვილაპარაკოთ, შეგვიძლია. რამდენი მილიონი დახარჯა იმან რა ქვია ლელომ არჩევნებზე და რამდენი დახარჯა გახარიამ. გახარიამ დახარჯა 10 ჯერ და 20 ჯერ ნაკლები. შესაბამისად შენ ისე კი ნუითვლი რამდენი ხმა იყო, დაითვალე ვის ერთი ხმა რამდენი უზის. გავიგე, ეხლა მე შეგეცვა ვისაც რამდენი უზის ერთი ხმა დაითვლი, გახარი არის, აი რამდენიმე საფეხური, ანუ გახარი, მაგალითად ნახე რას ვამბობ, ამ ყოველმა გაიგოს რომ გვარამიას და ლელოს ერთი ხმა თუ უზის 20 ლარი, გახარიას უზის 1 ლარი. ოკეი, მოკლედ. დაახლოებით ეგეთი ფარდობა. ამიტომ მასე ნუითვლი. მე მინდა რომ დავასრულო ეს რადგან ეხლა ნახე რა არის, თუ ჩვენ თანხმდებით რომ თავარი ხელსაწყო რაც არის ქოცების არის ანტინაცი კამპანია, მაშინ ლელოს უნდა აიღო უფრო ნაკლები ვიდრე აიღო გახარიამ. ანუ შესაბამისად ამ არგუმენტს აი ეს წამით ახლა თუ შენ მეუბნები ეხა ნახე შენ მეუბნები რომ ესე იგი ანტინაცი კამპანია კი არ არის თავარი. თავარი არის ის რომ იქეთ ყავს ოლიგარქი, აქეთ უფრო მეტის მხარჯველის შესაძლებლობის მქონე ადამიანები და აგებს ის ვისაც ფული არ აქვს, ის კი არა. ხო, გადამწყვეტია. შეხედეთ, ესე იგი თუ ბევრი რამე არის გადამწყვეტი, რატო უნდა წავიდეს და გაემიჯნოს კაცო ფული ისო. გადამწყვეტი რო არ არის, იმას კი არ შეასო დიდი წილი არა აქვს ამ ამბავში. არა, მე რა. ნახე, არჩევნებში მუშაობს ბევრი რამ. ხო, მრავალკომპონენტიანია. ერთი არის ფული, რომელიც ჩემი აზრით დღეს გადამწყვეტი არის, იმიტომ რომ სამწუხაროდ თბილისის გარეთ რეალური პოლიტიკური აქტიური ამორჩეველი ჩვენ არ აქვს. ანუ მარტო თბილისში ხდება, როცა მარტო თბილისში ხდება, იმიტომ რომ რაღაც წილი ხო არის, ნახე. რაღაც წილი, კაცო, გახარიასი არის 20 ივნისი, არაპატია ბევრმა. დიდი წილი არის. ხო და დაიმიჯნოთ ხო მაგას ვამბობ. მაშინ გახარიას თავი წავიდეს ერთობაში, რატო უნდა შევიდეს? ვინც ვერ აპატია 20 ივნისი ის მიცემს ნაცებს ხმა, ვინც ნაცები ვერ აპატია ამას ვამბობ. არა, რატო თუ კოალიცია პირობითად გეოვნები, ნახე სხვა რამეს გეოვნები. მაშინ სულ ყველა ცალ-ცალკე შევიდეს. სულ ყველა ცალ-ცალკე იყო ამ არჩევნებზე და ესეც არ არის პრობლემა. არა, სხვა რამეს მაგალითად მინდა რომ შემოვხაზო 4-იანი. მაგრამ გახარიასთან გირჩი სამომრჩეველი არ შემოხაზავს გახარიას ერთობაში. ყველაზე მეტი პრობლემა მან რა იყო? კვლევამა ჩვენა რომ გირჩი სამომრჩეველი ერთობა რეალურად არ გამოდის. არა, გეტყვი. გირჩი სამომრჩეველმა რომელიც იყო ძალიან ბევრი 4-იან კოალიციაში, გეუბნება რომ გახარიას არ შემოვხაზა, იმიტომ რომ მე გახარიამ თვალი დამთხარა. რომ გირჩი სამომრჩეველი მაგ შინ არსი სამომრჩეველია. ხო, მაგრამ ერთობა თუ შედგება გირჩი სამომრჩეველი ამაზე არ უნდა ვილაპარაკოთ მე რა. არა, არ დახუჭავს. ვიდრე ვიღაცა ნაცებზე დახუჭავს. არავითარ შემთხვევაში მე რა თვალი დოთხარეს, რატო? მაკოგომურმა რატო უნდა დახუჭოს თვალი თო რატო? არა, უნდა დახუჭოს კი არ ვამბობ. მეტი შანსია. რატო თვალი დახარეს? რომ მეტი შანსია. რატო? იმიტომ რომ შენ არ გევასება უბრალოდ 5 მე რა. არა, არ მევასება. რანაირად ეხა ნახე, აქეთ დახარეს თვალი. არა, მე რა, არ შემოყვება. 13 წელი რა ხდება ამ არა, მე რა, ახალგაზრდა ბავშვი 20 ივნის გაუსწორდა გახარია რეზინის ყურს. კარგია თქო, მაგას ხო არ გეუბნები. მე გეუბნები რომ მაკო გომური თავად გამოვიდა და თქვა რომ მზად ვარ გახარიასთან დავდგეო. დიცულოვანია. და ამას ვამბობ რომ ანუ ჩვენ უნდა ვიცარგებლოთ მაკო გომურის დიცულოვნებით, იმიტომ რომ იქეთ ამ ხარეს დიცულოვანი არ აღმოჩნდა. მე ვამბობ რომ პრაგმატულად რა გაძლევს. პრაგმატულად მაძლევს ის რომ ამ თემებზე ლაპარაკი უნდა დასრულდეს. უნდა ვთქვათ რომ წარსული გვერდზე. ხო და თუ არ არის მაშინ ვიქნებით ამ მდგომარეობაში მე რა. მაშინ არ ვაგებ. პროპაგანდაში იქამდე წავაგებ სანამ შევყვები მე რა. აი სანამ მე და შენ ამ თემაზე პოლემიკა გვექნება, იქამდე შევყვებით. როდესაც ამას არა მე და შენზე პიროვნულ მე და შენ სულ რო გავჩუნდეთ, ნანუკა, ხო? ეს პროპაგანდა მუშაობს. მე და შენში მერაბი და ნანუკა კი არ არის. ჩვენი მოსაზრებებია, ჩემსკენ ჩემნაირები რო ფიქრობენ და შენსკენ შენაირები. ჩვენ სანამ ამ თემაზე საუბარს არ შევწყოთ და არ ვიტყვით, რომ მოურჩით წარსულზე საუბარს. შენაირება ხალხმა რაღაცები გადალახა. მაგალითად, რუსული კანონის მერე, იმის მერე, როცა ისინი დაუპირისპირდნენ დასავლეთს, ჩვენს ევროპულ არჩევანს,
მეც რაღაცები გადავლახე ჩემ თავში. ჩვენ ხო, გაბრაზდი რა. როგორც მაკოგომურმა გადალახა რაღაცა. ხო. ისე, მაგრამ არის დარჩა ბევრი ადამიანი, რომელსაც მაინც ვერ გადალახა. მერაბ, ეგ ადამიანი მაინც ხოც საირჩევს. მაგ ადამიანს, მაგ 25% შეეშვი. იმ ხალხს, ვინც პირადად შეეხო ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი და მაკოგომს არ შეეხო გახარია პირადად. ხო, მაგრამ მაკომ გადალახა მეთქი. ის რატო ვერ ლახავს? რატო? ეს ხო, მე რა ვიცი, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. რატო მესმის მერაბ, ამიტომ რა უნდა ქნა? აი ეს ადამიანები ჩვენი მოქალაქეები არიან. არა, ჩემო ოქრო, უნდა შეეშვა მაგ ადამიანს. თუ შეეშვა, აგებ არ არა, არა, აგებ, იმიტომ რომ ფული არ აქვს, წეღან არ მითხარი? არა, ყველა ფაქტორია, ნახე, ფული არა გაქვს, ეს თემა ის თემა. 55% უნდა დაუტოვო ქართულ ოცნებას. არა, მერაბ, 55% უნდა დაუტოვო ქართულ ოცნებას. უნდა ადგე, უნდა ფულის მობილიზება გააკეთო არაერთი 4-იანისთვის და არაერთი 5-იანისთვის, მათ შორის გახარიასთვისაც. ამიტომ ეს კოალიცია რო შეიქმნება, აი ეს ფული რომელიც მობილიზება შეიძლება, ერთ პარტიაზე კი არ უნდა დაიხარჯოს, უკვე ამერთობაზე უნდა დაიხარჯოს, მთელი რესურსი ამერთობაზე უნდა დაიხარჯოს, ყველაფერი ადამიანური რესურსი გვერდში დგომა, ის 35% კონდეს. ვერ შეედრება, სხვა რამეს ვაბ, ხე, გახარიაზე გაბრაზებული ადამიანების რიცხვი, რაოდენობრივად სამართლიანად გაბრაზებული ადამიანების ანუ ეს ჩანს ყველა სიტუაციიდან. ამაზე ცალკე უბრალოდ გახარიან ვიცაწყენინა პროგრესული ახალგაზრდა ბავშვია, რომელიც ისეთია და ის არის რუსი. რაოდენობრივად ვერ შეედრება, იმიტომ რომ შენ ვერ წარმოიდგენ. შენ დამითვლია. ჩემს ირგვლივ დამითვლია ყველა ჩვენი სოციოლოგია. შენ ვერ წარმოიდგენ, რამდენი ადამიანს შეეხო 9 წელს. მეც ვერ წარმოვიდგენ. კაცო, ძალიან ბევრს თქო, მაგას მე ვარ მათ შორის ვინც უარყოფა. გახარია ამდეს არ შეხებია, ვიხდი პირადად. მერაბ 20 იმის. ანუ აქ თემა ეს არის, 20 იმისი პრობლემაა, ანუ მაგრამ გახარია პირადად არ შეხებია იმის მიათეცაც, რამდენსაც ნაციონალურ მოძრაობაში. მე ხო მაგას შენ მოყვები. ანუ მე დღემდე ხვდება ხალხი ქუჩაში, რომლებიც მეუბნება რა ქოც ერთი მიზეზით ვაძლევ ხმას. ერთი მიზეზით ჩემი ოჯახის წევრს შეეხო ნაციონალურ მოძრაობაში და მე ეს ვერ გადავხარშავ. მე ჩამომართვეს ქონება, ჩემი ოჯახი იყო პრობაციონერი უსამართლოდ, ჩემი ოჯახის წევრი დაიჭირეს. რო ამბობდე რომ 300 ადამიანი გაატარეს ამ რეჟიმში, მე ეს მითი მეგონა, მაგრამ დღემდე ხვდება ხალხი, რომელიც ზოგი 20 დღეს რო შეხედავ არის ახალგაზრდა და მიკვირს რომ აი ნაცების რეჟიმის 14 წლის იყავი და როგორ შეგეხოდა? კი, ბირჟაზე ვიდექი და მომკიდეს ხელი. წამეთრიეს, რატო დგახარ ბირჟაზეო? და ამას არ პატიობს. დამიჭირეს 14 წლის ბავშვი, ბირჟაზე რატო დგახარო? არ შეიძლება ბირჟაზე დგომაო და მე ვდავებოდენ რომ რაღაც ეხა ჩაგიდებთ იმას, რა ქვია, მარიხუანას რაღაცა 9 წლით ჩაგსვამთ. ასეთი ხალხი შემხვედრია, მე ვხვდი ანუ კადა. ამ ხალხის რაოდენობა არის განუზომლად მეტი. ვიდრე გახარიაზე გაბრაზებული ხალხი. და ამაში აგებ მე შენ, იმიტომ ის გეუბნება რომ მე არ ვპატიობ ამას. გავიგე, მაგრამ მე არ უყურებ და ეხა პასუხი უნდა გავცი ამას, რატომ არ უყურებ. ნახე როგორ არის. გახარიას ვინც აპატია არის პროგრესული პროევროპელი, არის სხვა ტიპის ამომრჩეველი, სხვა ტიპის მოქალაქე, მაკო გომურის და ყველა ისმა და ის ფიქრობენ რომ ეხა ამის დრო არ არის, მე შენ გაპატიებ, შენთან ერთად დავდგები მაკო გომურმა რა თქვა ნახე, მე შენთან ერთად დავდგები, იმიტომ რომ ჩემს ქვეყანას ჭირდება. მე კი ცალი თვალით ვარ. რატომ? იმიტომ რომ სხვა შეგენების ადამიანია, სხვა თაობაა, სხვანაირად განათლებული ადამიანები არიან. და ძალიან ბევრი, რომელიც გეუბნება რომ მე ჩემ ქვეყანას გვერდით ვერ დაუდგები, იმიტომ რომ ჯერ კიდე მახსოვს რომ ქონება ჩამომართვი და მე იმ ჩემი პირადი წყენიდან ვერ გამოდივარ და ჩემი ქვეყანა რუსეთისკენ წავა თუ იმისკენ წავა არ მაინტერესებს. მე ჯერ კიდევ ნაწყენი ვარ, შენ როგორ არა დავასრულებ, არა, ბევრი გეუბნება რომ მიდის, მე ესეთი მინახავს. მაგრამ მე პირადად მაწყენინე შენ და ამას არ ვივიწყებ, არის სხვა განვითარების ადამიანი, რომელსაც არ უნდა ელაპარაკო. უნდა დატოვო იქ, სადაც არის. და მეორე ადამიანი, გეტყვი მე რა, მოქალაქეები არიან. არჩევნებზე მიდიან და ტარანი თulit არის, არჩევნების თulit არის და აგებ მე ამ არჩევნებს. არა. ასეთი რადიკალური ამორჩეველი ბიძინა ივანიშვილს, აი რო ვამბობთ, ეხლა ცეცხლი რო წაუკიდო, მიცი ამორჩეველი იქნება, მაინც არის 35% ყველა კვლევა ამბობს, კი არის. და არიან ადამიანები, რომლებიც არიან შუაში, რომ ნაცი ქოცი არ ადარდებს ეხლა რა. ჯერ კიდევ ვერ ხედავს ბიძინაში სერიოზულ პრობლემას. თორე ნაცკოცობაზე არ არის აქ ლაპარაკი. ამბობს რომ სტაბილურობა, აქ რაღაცა ესია, აქ ეს პროგრესი და რატო ამიტომ აძლევს ქოცებს ხმა? ხო, და ამბობს რომ მე ვერ ხედავ. მე მინახავს თქო მე რა ბეხა გეუნები სოციალური ადამიანები ნახე ისეთი ნორმალური ადამიანები ხა პარიზში შევხვდი ისეთ ნორმალურ ოჯახს და მეუნება ეგეთ რამეს ბიზნესში ვერ ხედავს პრობლემას და პრორუს ვერ ხედავს თორე სხვა პრობლემებს ხო ხედავს მაგრამ მაინც რატო აძლევს ხმას ოპოზიციას რატო არ აძლევს ხმას გეუნება ნახე რას გეუნება მე ოპოზიციას რატო არ აძლევს ომის თემა
მე ერთადერთი ხელისუფლება რა მითხრა არგუმენტად გეუბნები რა. ერთადერთი ხელისუფლება რომელსაც ომი არ ქონია, მე მეუბნება პირად საუბარში რა. ომი არ ქონია, მეტნაკლებად აი ამითი ლავირებენ ცდილობენ სიტუაციის წას. არსებობენ პროგრესული განათლებული ადამიანებიც კი, რომლებიც ფიქრობენ რომ აი ეს რაღაცნაირი ნეიტრალური პოზიცია თუ რაღაცა მათ სიმშვიდეში აცხოვრებს რა და ჯერ კიდევ ვერ ხედავს ოღონდ იქვე თვითონ თქვა რომ მე ხა მესმის თავს ვიმართლებო და რაღაცებს ვეჭიდებიო, მაგრამ სანამ ღია აცების პრობლემა მას არა. არა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ქონდა ხო, ნუ ვიღაცა შეიძლება არის ეგეთი, მაგრამ რაოდენობრივად ჩემი აზრით, მე მაგალითად პირადად ვინც ხვდება რაოდენობრივად არის 10-ჯერ 20-ჯერ მეტი, ვისაც ნაცების პრობლემა აქვს, ვიდრე ომის პრობლემა აქვს. ომი არის როგორც აი დაემატა მათთვის ზემოდად, კიდე ახალი არგუმენტია. მე ვერ ვიტყოდი, მე რეგიონში მე გიგი მთხოვა რომ წავყოლოდი რაღაცნაირ შესახვედრად, კამპანიის შესახვედრად და გულწრფელად ჩვენ რომელ ჭიშკარზეც დავაკაკუნეთ 2020-ში მე ხო მქონდა არჩევნები. ეხა ხო წავყევი გიგისთან თად ვიყავი. საერთოდ სხვა სურათი დამხვდა. ის ადამიანების და ისინი სადაც კი მე მოგებული მქონდა, აი იმ კონკრეტულ უბანში მოგებული არჩევნები მქონდა. აი მაგალითად სახელებით რო იცნა ბებოებს, რა გეუბნებოდნენ რომ ნანუკა ომი გვეშინია ბებო, უკრაინაში მე ჩვენს დაგვბომბავენ, უკრაინას მიგვაყოლებენ, ანუ ძალიან კარგად იმუშავა ამ არგუმენტმა და ძალიან ცუდი იყო ოპოზიციის შიში რომ ამ თემაზე და გიგი მათ შორის გიგის ახლა სწორად გამიგებს ალბათ რომ თუ ამბობ გიგი მეუბნებოდა რომ არ შევყვეთ ამ თემაში, იმიტომ რომ წამგებიანია ეს თემა. ანუ კი არ უნდა შევყვეთ, უნდა შევყოლოდით ამ თემაში, სხვათა შორის გიგაბოკერიას ვეთანხმები ამაში. უნდა შევყოლოდით და ბევრი უნდა გვესაუბროთ ამ თემაზე, მაგრამ ეხლა ცოტა სხვაგან წავალთ, რაღაცა მინდა რომ ვთქვა, ნახე როგორ არის. მე მგონია, მე ესე მგონია და უბრალოდ მინდა რომ დამასრულებინა. თუ წარსულზე საუბარს შეეშვებიან თუ იმ ადამიანებს ისინი შეშვებიან კომისია შექმნეს დანუკა რომ თავიდან ახალგაზრდებს რო გავახსენოთ რა ქნეს ახალგაზრდებს უნდა გავახსენოთ თეატრიდან გამოვიდა სკოლაში უნდა ისწავლებოდნენ კი და მე თეატრულკიანზე ნუ მელაპარაკობ კაცო დღეს წელს მე არ მიგეს თეატრულკიანი არა რაზე დგას მე ეს ხელისუფლება დგას ამაზე მე რა Facebook-ში მე ვარ რისერჩერი არა მე ვარ რისერჩერი და ვუყურებ ყველაფერს სვანების თემა შემოუბრუნდათ ეს ოჯახები ალაპარაკა და ამდენი ოჯახი თუ ყავდა დაზარალებული არ ვიცოდი რაღაცა თემება გაუსხა ოკეი გაუსხა იქ მაგალითად აღმოჩნდა რომ ის ბიჭი რომელთანაც შემთხვევით გაიცროლა პატრულმა დაკავებული ყავდათ ნაცებს დღეს თურმე აგერ პოლიციაში დაუსაქმებიათ ბუტაზე ანუ პირიქით იმდენმა თემამ წამოუსხა რომ ჩემი აზრით თუ გაინტერესებს და ასევე ჩემი ინფორმაცია ძალიან უკმაყოფილოები არიან თეატრულკიანის ამ კომისიამ ვერ იმუშავა ისე სწორად როგორც უნდა იმუშავა რა გათვალს ქონდა იცი ატავა ისინი რაზე ცდილობენ ისევ დაეყარნენ გავიგე მაგრამ რაზე ცდილობენ რატო იცი იმიტომ რომ ატარებენ კვლევებს ნუ მიყვები იმას რა უნდა ეგ დაახლოებით როგორ შეცდომა იცი როგორ შეცდომა იცი რომ ომში რო არ გაყევი ომის თემაში რო არ გაყევი იგივე შეცდომა ახლა მე არავითარ შემთხვევაში იმიტომ რომ ეს მაგას ამბობდა მაშინაც ოპოზიცია რომ ომის თემა არის იმათი დღის წესრიგი და კოცებს არ გაყვეთა დღეს ამბობ რომ შეცდომა არა მე რა ომის თემა არის არგუმენტი არა ომის თემა არის არგუმენტი რომელზეც იყო სამუშაო და ის რომ დღეს ადგება და მე-13 წელზე იგივე პროპაგანდას გიტრიალებს ამ ნაწილში ამაში არ უნდა შევყვეთ და მე გეტყვი რატო არ უნდა შევყვეთ ჩვენ კი არ უნდა შევყვეთ რაც მოხდა ნახე რა მოხდა იქ ვიღაცამ დაწერა იქ ვაზაგაშვილის მიერ მოკლულმა დამ თვითონ დაწერა პოლიტიკოსები კი არ უნდა შეყვნენ ეს თვითონ ამოიყარა ანუ ვაზაგაშვილის დაზარალებულებზე მე რომ აშავებ და პოსტივი რას ქვია სიუჟეტს აკეთებდი აგერ თვითონ დაიწყეს ამ ხალხმა დღეს ლაპარაკი რომ მასაც ყავდა მოკლული ადამიანები და სინამდვილეში რა იყო ხა ამ თემებს შესვლა მინდა მე მინდა რომ ბოლოს შევაჯამო ნახე მე რა არის და დამასრულებინო რომ ხალხმა ჩემი აზრი გაიგოს მე მგონია რომ აი ამ ადამიანებმა ვინც ირჩევს ევროპას დღეს უნდა გაითვალისწინონ და კარგად გაიგონ რის წინაშე ვდგევართ ის რომ პარიზში მცხოვრებ საყვარლეს ემიგრანტს არ ჯერა რომ პირდაპირ ევროპის რუსეთისკენ მიდივართ ჩვენ ხო გვჯერა და ვისაც ეს გვჯერა ჩვენ ამ უმრჩევლებს და მათ პოლიტიკოსებს უნდა გაერთიანდნენ თავიანთი ფინანსური რესურსიც უნდა გაერთიანონ ადამიანური რესურსიც ყველა ძალა ენერგია და უნდა თქვან მოდი შევთანხმდეთ ერთ რამეზე ბიზნეს უშვებთ და მერე ხალხმა გადაწყვიტოს ვერ უშვებ ამის გამო უშვებ აი მის გამო რომ ნაცები არის ამ ამბავში ერთობა არ ყოფილა საერთო ხაზინა არ ყოფილა ნაცებთან ერთობა ვერც გამოდის არ ყოფილა თუ ერთობა იქნება საერთო ხაზინა იქნება საერთო ადამიანური რესურსი იქნება აუცილებლად ბიზნესა დამასწრება ბოლო კითხვა მექნება ადგილობრივ არჩევნებზე როგორ ფიქრობ უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა ოპოზიციამ და ვინც მიიღებს იმასთან დაკავშირებით რა აზრი გექნება მე ეხლა ნახე როგორ არის მე ვფიქრობ რა თქმა უნდა არ უნდა მიიღოს არჩევნებში არ მონაწილეობა ამ პირობებში ამ გარემოში როდესაც ორი რამის გარდა ეხლა არ მოყვები ყველა ვიცით ხო ერთმანეთს მოსაზრება ორი რამის გარდა ვიდრე პატიმრები არიან შიგნით არავითარ შემთხვევაში ეს ერთი და მეორე და ყოველთვის ხათაშორის რომ იცოდე გახარია რომ ეხა შეხვდა მშობლებს ეგ პირობა მან მისცა რომ ვიდრე პატიმრები არიან რომ მე ამ საკითხს არც კი განვიხილავო არ ვიცი ხა რამდენად
სწორია რომ გამოვიდა, მაგრამ არა ინტერვიუშიც თქვენს მშობლებმა, ანუ რა არაფერს საიდუმლო სარყვები. და მეორე თუ მე ვამბობ, რომ ეს არჩევნო კომისია, ეს ადამიანი, რომელსაც მელანი შეასწავს ვერ მომხსოვებ გვარს, რომელსაც ეს ადამიანის არჩევნო კომისიის კალანდარიშვილი, თუ კალანდაძე, ხო, კალანდარიშვილი. კალანდარიშვილმა არჩევნები გამიყალბა და ეს არის თუ მე ვამბობ, რომ დრაკონული კანონები მიიღეს, თუ მე ვამბობ, რომ ამ ყველაფრით ესე არის ბიძინა მთავარი ხელსაწყო, რა იცვლება თვითმმართველობის არჩევნების დროს. თუ მე ბიძინა იგივე ხელსაწყოთი მებრძვის, რა შეიცვალა? ანუ მაშინ არაფერი არ შეიცვალა, უბრალოდ მივუყვები თამაში. და ვალიდაცია მჭირდება რაღაცა ტიპის მოლაპარაკება. მოკლედ მე ესე ვფიქრობ, რა ეხა ბიძინას ვინ შეყვება არჩევნებში ბიძინა. ესე უყურებ. მადლობა დიდი. დიდი მადლობა შენ. ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ მე და შენ სულ სხვადასხვაგვარად ვფიქრობ და ძალიან დინამიკაა და ცოცხალია ჩვენი გადაცემა როცა